ძალიან მიხარია რომ ამ შეთანხმებაზე წამომიყვანეთ. პირველად ვამბობ თქვენს ეთერში ამას. საერთოდ არაფერი არ მოგითხოვიათ ქართული ოცნებისთვის პირობას კი არ დაგიყენებიათ და უნდათ შესვლა. არა, ერთი სულ ცოტა გაყალბების მასას ნახე თბილისში ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ ვდგამთ ვიდეო კამერებს. ება კანონი მაძლევს ამის შესაძლებლობას და 20 დღეში ჩემს ფეხებს შეცვლიან. სახეს აგახებთ თუ ვინმე შეხვალ სხვისი პირადობით. აი იგივე რაღაცა რომ გაგიკეთონ. ვის უნდა შესჭიროს? ივანიშვილის დამარცხებისთვის ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად ერთობა. ყველაფერი დაუწყეს და ეგრე არ არის? მოდი. ბიულეტენებს დაგისვრიან და გეუბნება რომ კახა კალზე პირველ ტურში მოიგო. შესაძლებელია. ხო ეს ხო შეუულია. კი. ხო AI თუ პროგრამულად აკეთებ? ვერ ვაკეთებ. თუ კატა და კატის მოფერება თუ მიშველის, ხო? ის თუ არა როგორ გაყავდა არჩევნებს საერთოდ ეს მაინტერესებს. ისეთი მეთოდი არსებობს, რომელსაც შემიძლია 1 საათში შეგიყარო 200.000 ხმა და სტრატეგია და ჩვენ არ წაგვიგია. აბა ჭებიანები სინდავითო წავაგე. გავიგე, მაგრამ არ უნდა მისცე უფლება, უნდა დაარტყა. შედი კამერებით. ამიტომაც ვამბობთ ამ ფრაზას, რომ დილით არჩევნებზე საღამოს რუსთაველზე. 8 საათზე ბაბა რუსთაველზე ის ქართული ვიდეო რა ბიჭება ყველაფერი დავდეთ. კებე მე შემიძლია ვთქვა რა იყო მაგალითად ჩვენი მოდელი, აი კუპრას 4 ოქტომბრის მოდელი, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით, გავრბოდი და ხრეწდით ზადაგზა. ორუმსაც გაუჭედავ, მეორე ტურებიც იქნება. და ისედაც გაუჭედავ. კიდე უფრო დავამძიმებ, ხო? გეუბნები, მეორე ტურებიც იქნება. ყველა ეს პარტია არის და იყო ღიად გარიგებული და მათ შორის ფარულად გარიგებული პუტინთან. არ უშევ მას უკატყუებენ. რაღაც დავკარგეთ, მაგრამ უფრო მეტი შევიცინებ. მე ხა მუშაობ ამის გამოსწორებაზე და შენ მეუბნები რომ არის რომ ყოჩახ. ხო. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ახალი პოდკასტი ცხელი სკამი გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად. ჩვენი დღევანდელი პირველი გადაცემის სტუმარია, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. მოგესალმებით. ხო, დღეს უკეთ გამოგაცხადე ვიდრე წინა ეთერში, უფრო მომახიანად. მოგესალმებით, მე გიორგი ახობაძე ვარ, მე და თორნიკე შემოგთავაზებთ ხოლმე პერიოდულად ახალ გადაცემას ცხელი სკამი და ვესწრებით ჩვენი სკამი ყველა ჩვენი სტუმრისთვის ისეთი ცხელი იყოს. განურჩევნად პირადი დამოკიდებულებებისა, სიმპათიებისა, ანტიპათიებისა და ასე შემდეგ. არ გავცდებით გარკვეულ ნორმებსა თქო. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. მე ხო იცი მიყვარს ხოლმე თავიდანვე ისეთი დეტალების მოყოლინება სტუმრებისთვის, რაც შეიძლება ესე ფართოდ სხვა ეთერებში და გადაცემებში არ უღრმავდებოდნენ იგივე დროის არქონის გამო თუ ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იმ კითხვებით, რაც წინა გადაცემაში არ დამისვავს, როცა შემთან იყავი სტუმრად, მაშინ არც მერობის კანდიდატი იყავი და საერთოდ ვერაფრით ვერ გათქმევინეთ, იღებდით თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. კი, ქონდა ეჭვი, მაგრამ არ ვიცოდით ზუსტად. მოდი დავიწყოთ, როგორ მოხდა, რომ ირაკლი კუპრაძე შეირჩა მერობის კანდიდატად არა მხოლოდ ლელოში, არამედ გახარიამაც თანხმობა თქვა ამ ყველაფერზე. აი ეს როგორ მოხდა, უნდა მოგაყოლოთ ახლა დეტალები. ბოდიში, სანამ დაიწყებთ პასუხისგაცემას, როგორც ვიცი, იყო გარკვეული კვლევა, თქვენ არ გითხარით და ამიტომ ჭორები არსებობს, რომ ამ კვლევაში იყვნენ ისეთი სახეები დატესტილი, ისეთი სახეების რეიტინგი, როგორც იყო ალეკო ელისაშვილი, პაატა ბურჭულაძესო გავიგე და ასევე გავიგეთ, რომ ჭორად შეიძლება უარყო, რომ ირაკლი კუპრაძეს ფლად იმაზე მაღალი რეიტინგი არ ქონიაო. ხო. კი ბატონო. დატესტილი იყო ბევრი ადამიანი, მათ შორის მერაბ სეფაშვილიც კი და პაატა ბურჭულაძეს, ალეკო ელისაშვილი, ბევრი საინტერესო ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებდით და პირველ რიგში მაშინაც ამას ვამბობთ, რომ ხალხს ვეკითხებით, ვინ შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი კანდიდატი და გამოიკვეთა ირაკლი კუპრაძე. 5-6. არა, სხვა შორის არ ვიყავი, რა თქმა უნდა, მოწინავე პირველ ადგილზე არ ვიყავი, მაგრამ პირველი 5-6 ადამიანი გამოიკვეთა, რომელშიც მეც ვიყავი. რა თქმა უნდა, ამ 5-6 ადამიანის ფარგლებში მოძრაობდი და უკვე დანარჩენი იყო დამოკიდებული პოლიტიკურ შეთანხმებაზე. ნეგატიური რეიტინგები თუ გავზომეთ, აი ამ 5 კაცში. ნეგატიური რეიტინგებიც გავზომეთ. და მან როგორ იყავრა? უნდა ითქვას, რომ ნეგატიური ნაკლები მქონდა და ერთ-ერთი
ფაქტორი ამით იყო განპირობებული აქცენტის გაკეთება უფრო მეტად რომ ნეგატივი ნაკლებია, პოზიტივი მეტია, ოპოზიციურ ველზე ცნობადობის ცნობადობა იყო ყველგან დატესტილი, პოზიტივი, ნეგატივი იყო დატესტილი და ერთმანეთს შევადარეთ და რა თქმა უნდა ეს არ იყო რაღაცა უხეშად კვლევამეც გვიკარგ პოლიტიკურ კონტექსტით შემოდიოდა პროცენტულად გააქცია ცნობადობა რამდენი იყო, იმიტომ რომ იყო ეგეთი საუბრებისას რომ ლაპარაკობ ხოლმე სხვა ადამიანებთან შენ ცნობადობაზე ცოტა კითხვის ნიშანი იყო რატო ჩვენ გიცნობთ და თქვათ ის ხალხი მის დაინტერესებულია პოლიტიკით და ისე რომ გაზომეთ თუ გაზომეთ ეგეთ ხალხი ოპოზიციურ ამომრჩეველში ბაზარში ცნობენ უკვე. კი, არ მხოლოდ ბაზარში, მაგრამ ხო, ოპოზიციურ ამომრჩეველში ცნობადობა მქონდა ძალიან მაღალი, ითვლება 93-94%. ოპოზიციურ ამომრჩეველში ქართულ ოცნებაში ცნობადობა დაბალი მაქვს ბუნებრივი მიზეზების გამო, იმიტომ რომ არც იმედი, არც რუსთავიორი და ოპოზიციურ ამომრჩეველი თავარი კითხვა იცი რა არის? აი ეს პირველი 4-ეული რო იყო თუ 3-ეული თუ აი ეს მერაბ სეფაშვილი, დიმიტრი გელოვანი და ასე შემდეგ. ისინი რატო არ შეირჩნენ საბოლოო ჯამში? იმათ თქვენს უარი? ამიტომ რომ პოლიტიკური კონტექსტი შემოდის უკვე, პოლიტიკური მოლაპარაკების კონტექსტი შემოდის, შესაძლებლობა ყოფილიყო. თქვენან გახარიამ თქვით უარი და არა ესე რომ იმათ თქვენს უარი. არ დასულა მაგ მოლაპარაკება მაგ ეტაპზე. ჩვენ გულშემატკივრობდით მაგალითად ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას, იყო ჩემი კანდიდატურაც, გახარეს გუნდიდან არ ყოფილა რაიმე კონკრეტული კანდიდატურა ესე წარმოდგენილი, თუმცა მათი მხრიდან დაიტესტა რიგი ადამიანები და საბოლოოდ შეთანხმება მოხდა ამაზე, რომელიც იყო ორივე გუნდისთვის ბევრად მისაღები. ჩვენ დაგვჭა განსხვავებით თვით და პასუხისგებლობაც და მათ შორის პატივით მერგო რთული საქმეა. მით უმეტეს ამ გახლეჩვის პირობებში, როცა საზოგადოება პოლარიზებულია და აზრები გაყოფილია, არ არის მარტივი. მრავალგან არის გახლეჩილი საზოგადოება, არ არის მარტივი არც პოლიტიკურად, არც ემოციურად გულწრფელი ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი მეგობრების რაღაც ნაწილი მეორე მხარეს არის, რომელიც აკრიტიკებს არჩევნებში მონაწილეობის გზას. აგერო რაღაც შორს მიდიხარ. იცი რა მაინტერესებს? აი მივედი რომ მიჭირს ახლა ხომ აქ სკამის გაცხელება, მაგრამ რომ მაინც საერთოდ არ მიჭირს შესავალია კაცო. ეხლა წავიდეთ შენს მიუხენურ ვოიაჟთან. ანუ ესეთი ბერლინი იყო, აბოდიში ბერლინი იყო. ესე იგი, ესეთი შთაბეჭდილება დაგვჭა ჩვენ, რომ საბოლოო თანხმობა გახარია მაინც მე თქვა კუპრაძეზე პირადად რომ დაელაპარაკა ქართულ ჯიგრულ პონჩში, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე, ეგრე იყო? ეს იყო ბოლო შეხვედრა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და კი საბოლოო გადაწყვეტილებები იქ მივიღეთ. რა, ლუდი შენც გიყვარს, ხო? ლუდი კი. პაულანერი ედგა, პაულანერი დალიეთ? არა, იქ ოფისს გოგემო, სპავეს ფრანცისკანერი და ის ეგრეთ წოდებული ნემეცკი შოტი იყო თუ ვინ გადაიხადა ერთი მაინტერესებს deep state იხდის ყოველთვის ეგრე. არ მე მაინტერესებს იქ საინტერესო ამბავი იყო რომ იქაც სუსი გვეჯდა მეორე მაგიტასთან და შემდეგ რაღაც თითქოს სკანდალად წარმოაჩინა ტელეკომპანია იმედმა და ნუ კოცურმა პროპაგანდამ რომ თითქოს ერთმანეთს შეხვდნენ და სრულიად ბუნებრივად საჯაროდ წავედით და რო ჩამოვედით არც დასამალი არ ყოფილა იმიტომ რომ პოლიტიკური მთავარი ლიდერი პირი რომელიც იქ იმყოფება დევნილობაშია, წასულია ქვეყნიდან, ზოგი სხვა ეპითეტს იყენებს ამჟამად. ნუ კონკრეტული პოლიტიკური არჩევანი აქვს მას გაკეთებული და რა თქმა უნდა მასთან შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი. მე რა თქმა უნდა ვიყავი ჩემი პარტიის ლიდერთან. რა იყო გახარიას თავარი სათქმელი ესე რომ შევაჯამოთ შენთან. ხო ნახდათ კაი ბიჭი ხარ ხო საჭო ხო კაცი ხო რა უნდოდა რა იყო ესეთი რომ იქ ჩაგიყვანა და ისე არ მოხერხდა. არა არ გქონია მანამდე შეთანხმების მცდელობა. ბოლო გადაწყვეტილება ხდება პირველი პირების დონეზე, ასე ვთქვათ, ჩემი პარტიის პირველი პირები საპატიმროში იყვნენ, გახარია თავისუფლებაზე, მე უფლებამოსილი პირი ვიყავი და ჩავედით და ბოლო ვერსიები დავდეთ, ძალიან რაციონალურად, მათ შორის პოლიტიკური კომპრომისების საფუძველზე განვიხილეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან კითხვა მაქვს რა, აი მაგალითად გახარიას პარტიის წევრები ღიად ამბობენ, რომ ჩვენ ანუ ეს მოდი ესე ვთქვათ, არანაირ რადიკალურ სცენაში მონაწილეობას არ ვღებულობთ. ეს რადიკალურ სცენაში სხვადასხვანაირი შეიძლება გამომართოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის დადგება დრო და უკვე დგას ეგ დრო, ესე ვფიქრობ და შესაბამისად მაგით მოვე წინააღმდეგები თქვენ მონაწილეობას არჩევნებში, რომ რაღაცა სხვანაირი გზებით მოგვიწევს კონსტიტუციის ფარგლებში იმის დაბრუნება, რაც წაგვართვის ძალაუფლების და აი როდესაც ესეთ პარტიასთან ხართ რაღაცა თანამშრომლობის რეჟიმში, რამდენად გონია, რომ ეს თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს მომავალშიც რა, ან აი მაგ საკითხში როგორ თანხმდებით, რომ შენ მაგალითად დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე თქვა გეგმა გაქვს, ამაზე მე კიდევ უფრო მეტსაც ვილაპარაკებთ. აი მან რა ხდება, რა ის არ მოყვებიან, ისინი ხო შენი მხარდამჭერებიანენ, მათაც თავის მხარდამჭერებს რაღაც მომენტში ეგ უნდა მოუწოდონ იქნება თუ რაღაცა ეგეთი, რომ დილით სიტყვაზე ვიძახი ამ ბრძოლის ველს როგორთაც აიდენტიფიცირებთ ამ არჩევნებს, მაგას მე ცოტა ვილაპარაკოთ, მაგის მერე
რომ გამოცხადდება რაღაც წინასწარ შედეგები, მე რუსთაველზე აპირებ გაგრძელებას და ისინი დასაპირებენ. ხო, ჩვენი პოზიცია არის ცალსახადა ნათელი, რომ ცალ-ცალკე არც ერთი გზა არ გგონია საკმარისი და მცდელობა ყველა ველზე ღირებული და მნიშვნელოვანია. ეს მცდელობა მათ შორის არის არჩევნების ველზე ბრძოლა და საპროტესტო ველზე ბრძოლაც. ამიტომაც ვამბობთ ამ ფრაზას, რომ დილით არჩევნებზე საღამოს რუსთაველზე. გახარიას გუნდი, რომელიც შეიძლება განსხვავებული პოზიციით არის გამოხატული ველზე და მათ შორის შეიძლება შეკითხვა გქონდეთ მანდატების საკითხზე, სადაც მათ რაღაცა ეჭვი ჩააგდეს ველზე შემოიტანოს და შეიძლება ოდესმე მანდატების გამოყენება არა ჯერ არ ვთქვამთ, მაგრამ ნუ თქვენს რომ განვიხილავთ, ვიფიქრებთ და ასე შემდეგ. არ დაურე კი რას მიკეთებთ ამ შოუ კამპანიაში თქო? არა, მქონია კომუნიკაცია მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ოფიციალურად საჯაროდ და ეს მემორანდუმი გამოვიტანეთ საზოგადოების წინაშე, სადაც ვამბობდით რომ ჩვენი ორი პოლიტიკური გუნდი, პარტია ერთიანდება საერთო მიზნით ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო. ბიძინა ივანიშვილს ვებრძოლოთ საარჩევნო ველზეც და ერთმანეთს არ გაუწევთ კონკურენცია. კონკურენციის არ გაწევის მთავარი мотиваცია იყო ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეცვალა საკანონმდებლო ველი ძალადობრივად, რეპრესიულად, ისე რომ მაჟორიტარებს თუ ქონდათ ბარიერი, ეს ბარიერი გააქროს საერთოდ. მერის ბარიერი, რომელიც ნუ შენერჩუნებულია, ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ იქაც კონკურენცია გავაქრეთ. იმისთვის, რომ ივანიშვილს წარმატებულად დაარტყა, კონკურენცია უნდა გამორიცხო მაჟორიტარებთან მიმართებაში. რატო გაზარდა მაგალითად თბილისში 10-დან 25-მდე მაჟორიტარების რაოდენობა? იმის გამო, რომ იმედი ქონდა, რომ ოპოზიცია თუ გადაწყვეტდა შესვლა საარჩევნო ველზე, გაუჭირდებოდა და გაგუჭირდებოდა შეთანხმება მაჟორიტარებს. რატო ვერ დაიმატეთ, ვინც ახლა ამ არჩევნებში მოწევს გირჩი, მაგალითად იაგომ დააყენა კანდიდატურა და აი მან რა ქონდა საერთოდ კონსულტაციები მაგათთან. აი იგივე მაგ პრინციპს თუ გავყვებით რა, რომ თქვა რაღაცა კონკურენციის ამბავში უფრო ძლიერად იყოთ, რატო არ მოახდინეთ კონსოლიდაცია თქვა იმ ოპოზიციურ ველზე რამე მე ამონუპასო მოდი ხა მეგიბასო. იმიტომ რომ იმას ისინი იმდეხმას ვერ მოიტანდნენ, ამდენ ტვინისბურგოსაც მოიტანდნენ იაგომ და ასე შემდეგ. ერთის ხრი ნახე ბევრად სტრატეგიული. თბილისში ახლა რაც შეეხება ირაკლის რომ ამ არჩევნებზე და ზოგადად არჩევნებზე საქართველოში პროცენტულად კი ვაპარაკობთ და მაგაზეც მე ვილაპარაკებთ 65-25-ზე რო არის რაღაცა. ხო, ანუ პროცენტები კი ეს ჟღერს თითქოს ხმამაღლა, მაგრამ რეალურად აბსოლუტურ რიცხვებში ეს ხმები არ არის მაგდენი, რომ ვაი დედა ამას როგორ გააყალბებდა. აი მოდი ვაპასუხები, რომ გირჩი რატო არ შემოვიდა. გირჩის ამბავი რატო მნიშვნელოვანი და რო შევხედოთ რა. რატო ვამბობ რომ ოპოზიცია სერიოზული მძიმე შეცდომები გვაქვს დაშვებული და გულზე ჯერის ცემით გვაქვს გადაწყვეტილებები ხშირად მიღებული. გირჩის ყოფნა იაგოს ხვიჩიას ლიდერობით გირჩს გულსხმობ ცალკე ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე ამ ტიპის ერთობაში. რატომ? იმიტომ რომ იაგო ხვიჩიას ამომრჩეველი, გირჩის ამომრჩეველი არის ცოტა უფრო მოკოცო ან მეორე ნაწილი იდეოლოგიური. მათი აქტივობა და მათი ჩართულობა პირდაპირ ართმევს ქართულ ოცნებას ხმებს. ერთ-ერთ ეთერში სადაც იაგომ თქვა რომ აპირებდა ქუთაისში კანდიდატობას, მე მეორე ეთერში უპასუხე და უთხარი რომ თუ შენ გინდა რომ თბილისში სადაც მართლა მთავარი ბრძოლის ველია ოპოზიციაც, პროდასავლური ოპოზიციაც ბევრად მეტია უპირატესობაში ხარ, აქ უნდა იბრძოლო და თუ გინდა რომ დააზიანო ქართული ოცნება, თბილისში უნდა იბრძოლო, ქუთაისში რაღაცა მიდიხარ. და ეს აზრი გავაჟღერე. და იაგომ ამაზე გულწრფელად მიპასუხა და თქვა რომ წამოვიდა შემდეგ თბილისში, იმიტომ იაგოს მონაწილეობა კახა კალაძეს დააკარგვინებს ხმებს და მისი მონაწილეობა მიუხედავად იმისა მე მომწონს, არ მომწონს, ერთი იაგოს მონაწილეობა დააკარგვინებს კალაძეს ხმებს და მეორე შენი. აი დაუშვათ, აი იმდეს ვერ დააკარგვინებს რომ პრობლემა შექმნათ. გადავიდეთ ახლა მაგ დაუშვათ მაგას გავყვეთ, აი მეორე ტურში თუ დაუშვათ, თუ ეხლა მიზანი ხო ეგ არის რომ მეორე ტურამდე მივიდეს საქმე, ხო? მეორე ტურში ხო ყველა ვარიანტი გჭირდება იაგოს ხმები. და რაღაც მომენტში ის ამორჩეველი ხა მოკოცო ამორჩეველი რომელიც აი პოპულიზმით მოიკრიბა ხა იაგომ მაგაზე კი ძალიან მას გამიწყრა წინა იმაში სანდრო მაგრამ ეგრეა და ამაზე რა ვიცი ვიდეოები არსებობს ინტერნეტში ანუ ამ პოპულიზმით შეგროვა არა იდეოლოგიური ნაწილი პოპულიზმით რომელ ამორჩეველ ამაზე ნალაპარაკები გაქვთ რომელ ამორჩეველში იქნებოდა პრობლემა მაგალითად მათი მობილიზაცია ეგ მაგათი მობილიზაცია საერთო ჯამში ხო ისედაც თუ წავხვედი მეორე ტურზე და გამოეთიშა 36-მდე ხო მაგ იმას აქვია
შეჯიბს, ხო? ყველა ვარიანტში დაგჭირდება მაგათი ხმები. სხვანაირად აბანანაირად გადააჭარბებ, თქვათ მეორე ტურში უკვე დარჩენილ კანდიდატებს. მე საჭირო იქნება ყველას ხმა იქნება საჭირო, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ბოიკოტში არიან, უნდა გადავხედოთ თუ ეს შესაძლებელი ხდება და მე მგონია რომ შესაძლებელი ხდება, მათ შორის უახლოესი კვლევების მიხედვით, რომელიც არსებობს, მეორე ტური ახლა ამ ეტაპზე რეალურად დგას კახკალაძისათვის. მაგაზე პასუხი გვაქვს. და მეორე პირველად დავდებ ფეხებში და მეორე ტურამდე თუ მივიდა საქმე, მე პირადად მოვდივარ და ხმას გაზრდავ. მაგაზე პასუხი გვაქვს. მაგაზე იულეტესაც დავდებ. იქიდან ნიშნებს ის ხელი ჩავართიო, კაია ვერ ავუჭრით. აი, იმას შემოვიყვარ მე ეთერში ეს ერთი პიარში გავხარ ხო კუპრაძე. ამის გადარეულია მე მგონი, თორე გადასარევი ბიჭია. იყო. აი, რატო თამამად რატო იაგოს კაცო აქ ნათქვამი პირდაპირ მაგის პოზიცია ვიცით. როცა დადგება ეგეთ შედეგიო, ვინც უკეთეს შემომთავაზებსო რამესო, იმისკენ წავალ ხო ეგრე აქ ნათქვამი. ეს უკეთეს. კითხვებიც არ მაქვს. იაგოს აქ მაგათი კითხვები არ მაქვს. მე უბრალოდ აქ გადავიდეთ იმაზე, ჩვენ ხმების მოგროვებაზე. აი, დილით არჩევნებზე წავალო და საღამოს აქციაზეო. ხო და მე ბოლოს რომ ახსოვს თქვენი პარტიის წარმომადგენელი აქციაზე რო იყო ძალიან ცუდად დამთავრდა და იმის მერე გუნი არჩევნი არ ყოფილხარ და რამდენად გონია რომ კარგად დამთავრდება შენი აქციაზე? ამ დროის განმავლობაში სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ აქციაზე რუსთაველის გამზირზე არის მე მგონია რომ მცირე ჯგუფი, იმიტომ რომ იქ რაღაც მცირე ჯგუფი დაესხა გრიგოლს თავს, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ჯგუფი გამოეკომაგა გრიგოლს, იმიტომ რომ ვისაც როგორ არ უნდა ეგონოს, რა ტიპის ბრალდებებიც არ უნდა არსებობდეს ჩვენთან მიმართებაში, მართლა ბრძოლით გვაქვს დამტკიცებული, რომ არ ვაპირებთ არანაირი რეალურ კომპრომისს და არჩევნები კომპრომისი არ არის, ამ საარჩევნო ბრძოლის ველზე ყოფნა კომპრომისი არ არის. როცა ამას ფუთავენ. კომპრომისს არ ვაპირებთ და დრო მე რის თქმა უნდა დრო კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს რომ მართლა უკომპრომისო ბრძოლაში ვიქნებით ივანიშვილთან და ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მხარს უჭერთ ყველა ტიპის ორგანიზაციას, ინდივიდს, გასაგებია. ეხლა მოდი გადავიდეთ რეალურად იმაზე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ალბათ მაყურებელი ელოდება რეებზე ლაპარაკობენ, რომ შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რატო არ გადავიდენ ამ არჩევნებში მონაწილეობის სისტორის თემაზე, ხო? ეხლა გადავიდეთ, მაგრამ ეხლა მე გეტყვი მათ შორის იმ ხალხს რა აწუხებს და რატო არის გაბრაზებული თქვენზე. მე არ ვთვლი რომ მაგის გამო გრიგოლ გეგელიანი უნდა ცემო, გრიგოლ გეგელიანი ალბათ ერთ-ერთი ბოლოა, ვინც უნდა ცემო ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. შეიძლება იმაზე წინ შენ იყო მართლა საცემი, არ ვიცი. მე ვადასტურებ რომ გრიგოლამდე მე. ხო, გრიგოლამდე, მაგრამ ეხლა რა აწუხებს ამ ხალხს? ამ ხალხს აქვს განცდა რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არის ღალატი. ეხლა მე აგიხსნი რატომ აქვს ეს განცდა. ამ განცდის ჩამოყალიბებაში ოპოზიციურმა სპექტრმა და მათ შორის თქვენს შეუწყვრეთ ხელი და რატომ? თქვენ როცა ამბობთ რომ წინა არჩევნები გაყალბდა ისე რომ ჩვენ მანდატები ჩავხსენით და პარლამენტში არ შევედით, თქვენ როცა ამბობთ შემდეგ რომ მე ამ არჩევნებში შევალ და შეიძლება მოვიგო, ანუ შეიძლება იმდენად ვერ გააყალბოს თლად რომ მოვიგო, ამით შენ აძლევ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას კი არა. ხელისუფლებას კი არა, თქვენ პასუხობთ თვითონ წესებს, რა წესებითაც პროცესს, საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კანონმდებლობას და იმ წესებს, რის მიხედვითაც შედიხარ არჩევნებში და პოტენციურად ეგ ჩვენთვის მაგალითად რისკებს ქმნის და ამაზეც კარგი იქნება თუ არა მარტო შენ სხვა პოლიტიკოსებიც ილაპარაკებენ. შემდეგი პოტენციური ვადამდელი არჩევნებისთვის თუ ეს თქვათ იმ ხო ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ. ერთი ვარიანტია რომ გარბიან კოცები, რაც ხო ერთი ვარიანტია ეგ არის, მეორე ვარიანტია რაღაცაზე გთანხმდებიან და ვადამდელ არჩევნებს ნიშნავენ. აი დავუშვათ მაგ სცენარში, წავიდეთ ნაკლებ რადიკალური სცენარით, რა სცენარზე თქვენთან უფრო საუბარი, ესე ვთქვათ, ადეკვატური იქნება. ნაკლებ რადიკალურ სცენარში დავუშვათ კოცებმა ჩანიშნეს ვადამდელი არჩევნები, უნდათ რომ კიდე ერთხელ ესე ვთქვათ აჩვენონ რაღაცა პროპაგანდისტულად იქნება თუ რავი საგარეო ფრუმაზე რა ქვია ველზე თავიანთი უპირატესობა და თავაზობენ ისევ იგივე წესებს. აი რანაირად აპირებთ მან ხო რეალურად თქვენ ამ წესებზე დათანხმდით და კიდე რომ უკვე რომ საპარლამენტოს წინ რომ მოუტრიალდე და რო უთხრა რომ იცი რა ამ წესებით მე შენ აღარ მოყვები, მე მაგალითად რო ვიყო კოცი გეტყოდი რომ აგერ გამომყევი შენ მე თვითმმართველობის არჩევნებზე არათუ 20-24-ის წესებით, იმაზე გაუარესებული წესებით გამომყევი. ხო, აი მოდი ვაპასუხებ, ვერ დავუმატოთ კითხვა. ეგრეა ზუსტად. მოდი ახლა გამართოთ დისკუსია. ჩვენც რომ მსჯელობთ, მოდი ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ესე ვისაუბროთ, შენ შეგიძლია ჩაერთო ხოლმე ჯანსაღი მსჯელობა. ხო. გეტყვით ახლა როგორ გადაწყვეტილება რა პრინციპით მივიღეთ. ორი გზა გქონდა რა, ერთი ბოიკოტის გზა, შუაში კომპრომისი იყო, კომპრომისებიც არსებობდა და თუ იქნება ინტერესი ამაზეც მოვყვები და მეორე, მოკლედ, ბოიკოტი და არჩევნები. ეს ორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ შედეგიდან გამომდინარე. რა შედეგი შეიძლებოდა ამ ორ გზას მოყოლოდა.
ბოიკოტის შემთხვევაში თუ ჩვენ ბოიკოტში წავიდოდით ყველა ერთად, მივიღებდით იმას, რომ ქართული ოცნება ჩაატარებდა თვითმმართველობის არჩევნებს კი რეპრესიული წესებით, კი გაუარესებული წესებით, მაგრამ მთელ საქართველოში ძალაუფლებას გაიმყარებდა და არა თუ გაიმყარებდა 100% წაიღებდა 64 ქალაქის მერს, საკრებულოს ბიუჯეტს და ეხა რეპრესიების გარეშე მოგიგე რეპრესიებს თავიდან არა აქვს ეგრე იცი მე ინტერესებს ნახე ამ არგუმენტს რომ ჩამაგას ჩაუღმავდეთ და მე განჩებს ნახე როცა ამბობთ რომ ჩაიბეტონებდა ძალაუფლებას ყველა მუნიციპალიტეტში თუ არ ჩავთვლით წალენჯი ხას სად არის ოპოზიციური მერი კიდე ეს 2021 წელი იყო გიო უბრალოდ ნოგვახსოვდეს იმიტომ რომ მაშინ არ ვიყავით ესე ძლიერი ქართული ოცნებაც 2021 წელს არ ქონა ქართული ოცნებას მათ შორის ეს ახალი ინსტრუმენტი რომელიც ახლა გაჩნდა ამ ბოლო არჩევნებზე გაყალბების და რეპრესიული მექანიზმი რეპრესიებს და სუსებს და სუსი მოსყიდვა და მაგებს თავიდან ეგენ სუხდებოდა მაგას აქ რაღაც ჭერი არის რაღაცა ჩემი გადმეყოს ეს ჩემი აღქმაა და რა ვიცი რიცხვებში რომ დავთვალე და რომ მქონდეს სიტყვაზე კოცი რო ვიყო და ამდენი რესურსი რომ მქონდეს ეგრო არ გამოვიყენო იდიოტი უნდა ვიყო რა ანუ ისეთი მეთოდი არსებობს რომელსაც შემიძლია 1 საათში ჩაგიყარო 200,000 ხმა და აი მოდი იცი რა კითხვა უნდა დავუსვათ მე მგონი მაიცა წინა მაპასუხებდი ბოიკოტის ამბავში მოკლედ ბოიკოტის ამბავში მთელი ძალაუფლება მიაქვს თბილისის 50 რატო არა აქვს თქვენ ეხაც ხო იგივე სიტუაცია არის სასტარტო რა გახდა არ არის ხედ რო გამოდიან ბოიკოტისტი პარტიები რო გამოდიან ბოიკოტის პარტიები ბრიფინგებს რომ მართავენ და უკან რო უდგათ 100-200 საკრებულოს დეპუტატი იცით ეს რამ ხელაძალა არის რეგიონებში არა ისედადექი არ არის ის არის საჩიროზი ხარ და ხელფასი არა ხელფასიც რა არის არა სხვა რაღაცას ვიხარ ნახე შენ როგორც პოლიტიკოსი საკრებულოს ხელფასი იცით მაგალითად ბათუმში ჩემი მეგობარი არის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია საკრებულოს ხელფასი არის თუ სწორად მახსოვს 930 ლარი რა შეიძლება მართლა 50 ლარში ვწდება ანუ ხელფასი мотиваცია არ არის 930 ლარი ბათუმის საკრებულოს დეპუტატს რო გაქვს ხელფასი ხო წარმოუდგენელი ამბავია გქონდეთ რაღაც რაოდენობა მანდატების რო ვერ მოიგებთ ხვდებით მე კაი და იმისთვის რა გამოიყენო მაგრამ თბილისში არსებობს შესაძლებლობა იმისა რომ დავარწმუნოთ მოქალაქეების დიდი უმრავლესობა და ეს გეფი რაც არის 23%-დან აწუყე 70-მდე ის ძველი იყო ადრე 25-66 ეს კიდე უფრო გაზრდილი 23%-ია ქართულ ოცნებას 70%-ია პროდასალური ოპოზიციას ჯამში. რამდენი ამორჩეველი გეუბნებათ მაგ კვლევაში? გამოკითხვა 1000 ადამიანი და რამდენი გეუბნებათ რომ მოდის არჩევნებზე? ახალი კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ მაქვს. მექნება სხვათა შორის ერთი კვირის შუალედში, ძველში იყო პირველ კვლევაში ბოიკოტი ძალიან ძლავრად შემოგვიყვება. საერთოდ რო არჩევნებზე მოდის. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის 42%, 53% აქტივობის, რაც არის სრულიად ბუნებრივი აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა ქონდა თუ სწორად მახსოვს დავთვალე 47.8%. არა 50-ზე ცოტა 42 გაქვს ახლა. კი. გეშლება. თქვათ 42-ს რომ ჯერთი მეტია, მაგრამ მათ თავი პრობლემა რა არის? არ არის. აპრიორი აპირებს წასვლას და მანდაც როგორ არის, იცი? ჩვენ ვითვლით მაგალითად აუცილებლად აპირებს მაგას. არა, ჩვენ მე ვითვლი აუცილებლად აპირებს მხოლოდ, იმიტომ რომ ყოველთვის აუცილებლად აპირებს, ანუ 10 ბალიან სკალაზე 10-იანს ვინც ხაზავს, ყოველთვის აქტივობა ემთხვევა ამ რიცხვს მიათვალე. 75%-ს არ ჯდება, არ ცდება იქ. და 75% როცა აპირებს მისვლას. მარტო აუცილებლად აპირებს უნდა მიათვალო. თუ გინდა რომ რეალური რიცხვი ამოგივიდეს პროგნოზში. აპირებს იყო დაახლოებით 20%-ით მაღალი 2001 წლის თვითმმართველობის არჩევნებში და იმან მოქცა 54% აქტივობა რეალურად, იმიტომ რომ ხალხი იყო წასულია უცხოეთში და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა დათვალო. 2001 წლის იმას თორნიკი ამიტომ უნდა დათვალო აუცილებლად აპირებს და აქედან გამოგივა ის ზუსტი რაოდენობა რომელიც იქნება აქტივობა. ოკეი, მითუ არის ირაკლის პოზიცია. არა ხალხი წასულია, აქ შენ ვისაც ეკითხები, ის პროცენტი ჯდება, ვიც აუცილებლად საქართველოსია და აქტივობა ზოგადად დაახლოებით 40%-იანი აქტივობა იქნება ამ ეტაპისთვის ეს პროგნოზია. ძალიან ესეთ დეტალებში ვარ შევიდეთ გაუგებაში. მე მაინტერესებს ეხა პირველი ბოიკოტის გზა. ვიცი თუ არა როგორ გაყალბდა არჩევნები საერთოდ ეს მაინტერესებს. მოდი ხმე რაღაცებს ჩამოგითხრა თუ გინდა შენ დაამატე მე. მოიცა ერთის მაინტერესებს ანუ რას გაძასვლის ანუ ადამიანი რომელიც საკრებულოში ზის მანდატით და ზუსტად იგივე ადამიანი რომელიც თავისი ოფისიდან აუცილებლად ხო არის ფოიეში რო ბრიფინგს ჩაატარებ ანუ ხო რაღაცა ხა ეგ არაფერი უპირატესობას არ გაძლევს აი საკრებულოს შენობის წინ რო დადგა ის რაღაცა ტრიბუნა და იქიდან რო ჩაატარო ბრიფინგი იმ 100 კაცი თვე რას ცulis ანუ აი ძალაუფლებას 100% ჩაიგდებენ ხელში რომ ამბობენ ჩააბეტონებენო ჩემთვის გაუგებარია როდესაც გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ბერკეტი არ გაქვს რას ცulis მანდატიანი ტიპი და უმანდატიანი ტიპი ვაპასუხებ თორე არ ვალაპარაკებ ძალიან გონი მიდი უმნიშვნელოვანესი პროცესია როცა შენ გაქვს კონკრეტული შემადგენლობა თითოეულ საკრებულოში შეგიძლია პროცესი გაჭედო როცა არ ეთანხმები და ეს არაერთგზის
მაგალითად 20%-ით? არა, ყორუმის ვერ შეკვრით, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია სხვა მუნიციპალიტეტებში გახსოვთ ალბათ, ხო, ტელევიზიებში არ გავაწყვეტეთ თქვა, რუსული ხელისუფლება და ვინგრები თუ ვიძახით და შენ იქ წალკაში რო ყორუმს გაჭედა, ეხა მაგაზე მელაპარაკები. რატო გელაპარაკებით თო კაცი, გეტყვი ეხა. იმიტომ გელაპარაკებით მაგაზე რომ ადგილობრივ დონეზე ძალაუფლება არის აი ამ მუნიციპალურ უწყებებში და მას წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ამ სივრცეებში უნდა გქონდეს. და ნახევარზე რატო არ დააყენეთ ნახევარ მუნიციპალიტეტებში კანდიდატი ახალი შეკითხვა შემოვიდა. კი ბატონო. ნახევარში არ ყავს დაახლოებით 25-30%-ში მერები მხოლოდ, მაგალითად 64 მუნიციპალიტეტი 64-დან 63-ში მონაწილეობს. ყოჩახ. ხო, არ იყო მარტივი ყოჩახ მართლა გვეკუთვნის ბოიკოტის პირობებში, მობილიზების პირობებში. მართლა გვეკუთვნის ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. კი, იმიტომ რომ პატიჟი არ გამოჩნდებოდა, არ უნდოდა არავის მასში მონაწილეობა და იყო ვიშრომეთ მაგაზე. არა, ეშინოდათ უფრო მეტად. ახლა 64-დან 63-ში წარვადგინეთ პროპორციული სიები, მაჟორიტარები და ასე შემდეგ. მერებთან მიმართებით, რომელზეც წნეხი ბევრად უფრო დიდია, სირთულე იყო და თუ სწორად მახსოვს 22 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი არ ყავს. 22 მუნიციპალიტეტში. საკრებულებში. რატო არ ყავს? ვერავინ ვერ მოძებნეთ. ყორუმი რამდენია და მაგალითისთვის რატო არ ყავს? ვერავინ ვერ მოძებნეთ. ვერ შევარჩიეთ შესაფერისი კანდიდატი. აი მაგალი სტანდარტები ქონდა და ვერავინ ვერ დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, აღონ გულწრფელობა ახლა პროპორციული სია თუ დავაკომპლექტე და 30 კაცი ჩავწერე პროპორციულ სიაში, თუ 30 მაჟორიტარი ვიშოვე, იმ 30 მაჟორიტარი და ერთს ვეთყოდი და მერობის კანდიდატად დავაყენებ. თუ იქ მოგების შანსი ნაკლები იყო და რესურსი დახარჯვა არ გინდოდათ. არა, ჩვენ ხო ისედაც ვხარჯავთ რესურსს, იმიტომ რომ მაჟორიტარები გვყავს და პროპორციული ნაწილი გვყავს. ოფისი გახსნილი გვაქვს და საბრძოლოზე შეგვიძლია კომისიები დაკომპლექტებული გვაქვს და ამიტომ არა, მართლა არსებობს რაღაცა სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვა. მაგრამ ეცნება იმ რეგიონებს ერთი კაცი უნდა მოიძებნო. არა, თქო, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ იქ ვერ დავაყენეთ კანდიდატები, სადაც რეალურად ობიექტურად ყველაზე სუსტად ყველა დიდ ქალაქში კანდიდატები გვყავს. ყველგან სადაც კი არსებობს შანსი, ყველგან გვყავს მერებიც, გვყავს მაჟორიტარებიც და პროპორციები. ძალაუფლების ხელშეჩერების ამბავში მინდა, აი მაგალითად 100 კაციან საკრებულო, არის ეგეთი საკრებულო? არა, 30 ვთქვათ მაგალითად. 30 კაციან საკრებულოში რამდენი არის კვორუმი? 15. ანუ 50%-ზე ერთი ხმით მეტი თუ აქვს კონცეფტს, კვორუმიც აქვს და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი. კი. ხო, და აბა მაშინ საზარი აქვს. ავად გახდება რომელიმე და ამათგან არ თავი ამბავი არის ის, რომ ვერ ესწრებიან ხშირად. სულ თავი ძვრებოდეს მოიყვანოს. არ არის ეგრე. რუსულ კანონზე მოვაცრის ყურებით. არ არის ეგრე. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ის, რომ კვორუმი არ ყოფნიდა და გაგვიჭედავს პროცესი თვეების განმავლობაში. თვეების განმავლობაში გაგვიჭედავს. გავიგე, რომ გაუჭედო ანუ ივანიშვილს არ აძლევს შესაძლებლობას მისცა ხელში იარაღი, რომელსაც ისევ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, ხო? ადგილზე რეპრესიების უზარმაზარი რაოდენობაა, ბაღები, მაგალითად მარტო თბილისის მუნიციპალიტეტი რო ავიღოთ, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ უწყებებში 40000-მდე საჯარო მოხელე მუშაობს, სიპებში და იპებში და სწორედ ესენი არიან, სწორედ ეს ხალხია, მე მისი იარაღი თან მსხვერპლია და თან ივანიშვილის იარაღი და მას როგორ შეიძლება არ დაუდგებელია. თქვენი 20%, რომელსაც კოლეგები ადასტურებს და წინაარჩევნები ვერც კვორუმს, აი, ირაკლი, იცი რა იქნება. კვორუმს თავი დაანებე, თუნდაც ერთი წამი რა. თუ 10 კაცი ყავს, უხერხულობა იქნება. აი, რო ჩატარდება არჩევნები. მე ხა იმიტომ კი არ გეკამათები, რომ ესეთი გადაცემა და უნდა მარტო ვეჩხუბო. ერთ-ერთი ბოლო კაცი ხარ შენ, ვისთანაც ვისურვებდი მე კამას და ვის კარგად იცი შენ, მაგრამ მე მგონია რომ პირველ რიგში შენ იქნება ადამიანი, რომელიც უხერხულში აღმოჩნდება, ისეთი რეალობა დადგება არჩევნების მერე. აი, ვიღაცა ამ გადაცემის იმას რომ ამოჭრის, რომ ირაკლი იძახდაო, რომ იქ კვორუმს გაუჭედავთ, რაღაცა ეხა ხო ვიღაცები ამოჭრიან და იცინებენ უკამაზე. კვორუმსაც გაუჭედავ, მეორე ტურებიც იქნება. და ისედაც გაუჭედავ. კიდევ უფრო დავამძიმებ, ხო? გეუბნები, მეორე ტურებიც იქნება საქართველოს მასშტაბით და კვორუმსაც გაუჭედავ. სადაც მექნება ამ შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ რომ მექნება და მინდა ვთქვა რომ მაშინ როცა პოლიტიკური პროცესიდან ივანიშვილის დავალება რა არის რა წარმოიდგინე რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესიდან გვდევნის საერთოდ პარლამენტზე ჩვენ თვითონ ვთქვით ვარი და ამით წერას მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვი და არ ვიფიქრო რომ არ გიპასუხე ჩვენ მანდატებზე ვარი რატო ვთქვით ლეგიტიმაცია ამით გამოვაცალეთ სწორედ დავაკოჭლეთ პარლამენტი, რომელსაც 150 დეპუტატის ნაცვლად ეხლა პარლამენტში შევრენ ეხლა. მე არ მგონია რომ ამას გაუკეთებს. ეხლა მივალ ერთი რატო წახვედით, მაშინ მე თვითონ გავუპასუხებ. საპარლამენტო ბოიკოტში? იმიტომ რომ გააყალბა არჩევნები. კი. ხო, ეხლა ნახე, არჩევნები რითი გააყალბა, ჩვენ მაყურებელს რომ გაიგო, ძალიან მოკლედ შევაჯამებ და ირაკლის შეუძლია მე რამე დაამატოს თუ უნდა. პირველ რიგში გაყალბება ეხებოდა სიებს, რომლებიც ელექტრონული იყო და იყენებდნენ არა ქმედით პირადობის მოწმობებს, ასევე უცხოეთის პირადობის მოწმობები ქონდათ გამოყენებული, რომლებიც შედიოდნენ
კოცი კოორდინატორები და ეს კაპიტნები და იმათი ქვეშ შეხვდომები და უბნებზე აძლევდნენ ხმას. ვერიფიკაციის აპარატებით გაყალბდა მოკლედ ეს არჩევნები, მათ შორის კამერის არარსებობის პირობებში და ამავე შემდგომ. რაღაც ნაწილი გაყალბდა, მნიშვნელოვანი ნაწილი. პროტესტის დაწყების შემდეგ, როცა არჩევნები დასრულდა, გაუარესდა მკვეთრად კიდე სიტუაცია, იმიტომ რომ ვეღარ აჩერებს დამკვირვებელი უბანზე ვერავის და ვერ ეუბნება რომ მანახი აბა შენ ეგ ხარ თუ არა ვისი პირადობაც გაქვს, რაც დამკვირვებელი მეც რას უნდა აკეთებდეს, არ გიშვებს იმ ვერიფიკაციის აპარატთან, რომელზეც ყველა შევთანხმდით აკეთებს თავის პირადობით შემოვა და სხვა პირადობებს უკან ნახებს. არ გიშვებს ვერიფიკაციის აპარატთან, რომელიც შევთანხმდით რომ თავარი არის იქ არის დამარხული. აი ამ რეალობაში როგორ ვაპირებ დავიცვახებ? თან ეს რომ ბაჩვენეს პრობლემა ის არის რომ გაყალბების როგორ ვახდენ პრევენციას? სამუხებიც კი არ გექნება ამ რეალობაში. აი ნახოთ თუ არ მექნება და გიპასუხებთ. აბა მიდი. წინა არჩევნებზე ჩვენ ძალიან ძიმე შეცდომა დაუშვით მთელმა ოპოზიციამ და ეს შეცდომა იყო ის რომ არ დავაყენეთ ვიდეო კამერები საარჩევნო უბნებზე. და რას გულისხმობ ამაში? ჩვენ გქონდა ორი შესაძლებლობა. გვემხილებინა კარუსელები, გაყალბება, სხვისი პასპორტით, ანუ საკუთარი პასპორტი და რაღაცა ჩაფენილი პირადი ნომრით შესული პირები. არ გქონდა ამის შესაძლებლობა და რა იყო ამ ყველაფრის ბრალეულობა. ორი რა. ერთი უნდა გქონოდა ეს დალოცვილი კამერა, რომელსაც დააყენებდი, რისი უფლებაც გააქვს სამართლებრივად, დააყენებდი, დადგამდი და იდენტიფიცირებას გააკეთებდი. ან მეორე, სამაგიდო ახლა გაგიშვებენ ეგ. მაიცა პასუხობ, ძალიან მოკლედ. ან სამაგიდო სიები უნდა მოეცა და სამაგიდო სიებით უნდა დაგედგინა და მარტივად დავადგენდი ვინ იყო მისული და პირადად დაუკავშირდებოდი ამ ადამიანებს ვინც არ იყო მისული და იქ ეგრეთ წოდებული წიჩკა იყო დასმული ამით ვამხელდი ვერიფიკაციის აპარატია პრობლემა არა ვერიფიკაციის აპარატი სამაგიდო სია ეგ არის მაგას ვეძახი ვერიფიკაციის აპარატი და რო ამოდის ელექტრონული სამაგიდო სია ფოტო მონაცემები და ის რო არჩევნებზე ნამყოფია და ამ დროს უცხოეთშია ადამიანი ამის გამოსავალი ორი იყო. სამაგიდოსია არ მოგწეს, იმიტომ მათ ხელში იყო. ეხლა მე გეუბნებით, რომ ეს შეცდომა, რომელიც დაუშვა 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად და 4-მა ძირითადმა მათ შორის ჩვენ მაგალითად თბილისში ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ ვდგამთ ვიდეო კამერებს, ჩამწერს, რომელიც დაკავშირებული იქნება. შეთანხმებულია CSGO-სთან? არანაირი შეთანხმება არ მჭირდება, კანონი მაძლევს ამის შესაძლებლობას და 20 დღეში ჩემს ფეხებს შეცვლიან. პირდაპირ პასუხობ. და მაგალითად, კი, ზუსტად მზადვად იმ რაოდენობაზე და მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება უპრეცედენტო ამბავი იმისთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩაირიცხება გაზაფხულზე, იმიტომ კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მათ შორის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის. რამაშტაბის ეს კამერებზე უნდა უთხრა რა კამერებთან დაკავშირებით. ეგ უარეს შედეგს მოიტანს. ეხლა გეტყვი რას მოგასწორებს, იმიტომ რომ არაფერსაც არ გააყალბებენ. თქვენც შებოჭილი იქნებით, იმიტომ რომ გეტყვი რომ აგერძმო ხო დააყენეთ კამერებიო. დაგიწერეთ შენს 20% თუ მაქსიმუმ რამდენი გაქვს თქვენ და გახარეს ერთად. იმიტომ თოუდირის იმიტომ მოიწვიეს რომ ახლა ამ რეალობაში არ ჭირდებათ გაყალბება. ახლა გადადი მიდი შენ ნაცემი და ახლა იქნებ გადახედო ბოიკოტის პოზიციას ამ ვითარებაში. სადაც თუ ვერ აყალბებენ და თუ მაშინ არსებობს შესაძლებლობა რომ 70% არ აყალბებენ, იმიტომ რომ შენ არ მოდიხარ არჩევნებზე. და რომ მოვიდნენ გააყალბებენ. იმ კამერებს ეხლა ნუ თამაშობ. მე თუ გეუბნები რომ კამერას ვამონტაჟებ თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც გავაკეთებ თითოეული ტიპის იდენტიფიცირებას. სამაგიდოსიები მეც მაქვს როგორც პოლიტიკური პარტიას თავისი ფოტოებით. შემიძლია თითოეული პირის იდენტიფიცირება. ეს არის პრევენცია, იმიტომ რომ მე იმ ტიპებს ვეუბნები, რომ სახეს აგახებთ, აი ერთი წუთი, სახეს აგახებთ თუ ვინმე შეხვალ სხვისი პირადობით. სამაგიდოსიაში ვწდები. იცი რატო ვწდები? აი, შეუძლია მონობარათზე რო კოდები ეწერა ადრე, აი ეგეთი კოდით შევიდეს და იმ ვერიფიკაციის აპარატი იქ სხვა მოგიბეჭდოს, მაგრამ იმ ვერიფიკაციის აპარატში იყოს სხვა სია ჩატვირთული. და ზუსტად მაგას ვამბობ, მაგრამ სხვა ადამიანი ხო უნდა შევიდეს. და იმას არ დაგახსნევინებთ. არა, ცდები. სხვა ადამიანი ხო უნდა შევიდეს. ანუ თორნიკე რაზმაძე არის ვაკის მე-7 საარჩევნო უბანზე. თორნიკე რაზმაძის ნაცვლად ხო უნდა შევიდეს გიორგი ახობაძე. ჩემი სახე შეგიძლია დააფიქსირო და იქ არ უნდა ვიყნები. მაგრამ შედი გიორგი ახობაძე თუ შევიდა. გიორგი ახობაძე თუ შევიდა. მე ხო გიორგის მე ვეჩხუბები რომ შენ რა კიდე რაღაცო იდენტიფიკაცია ნახალუკაშხარ ჩემთან ჩაწერილი. ეხლა უცებ დავთვალე რა, ირაკ ნახე შენ რომ 1000 უბანზე მთელი საარჩევნო დღე გააკონტროლო 12000 საათი ვიდეო ჩანაწერი გასაანალიზებელი. ანუ 500 დღე ჭირდება ერთი კაცი რო დაждდეს. 24 საათი. მამუკა გადაიხდის. ერთი კაცი არ უნდა დაждდეს, ბევრი კაცი უნდა დაждდეს. ხო, რამდენი კაცი ყავთ მაგ საქმეზე, რომელსაც დასვავთ? ჩვენ გვყავს სხვა შორის რაღაცა საყოდურები იყო, რომ კომისიის წევრები ვერ დააკომპლექტებდა და ამ შემდეგ.
ყველა საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გვყავს და ყველა საარჩევნო უბანზე გვყავს წარმომადგენელი. წარმომადგენლად შედის პარტიის წარმომადგენლად შედის ყველაზე გამოცდილი პირები მთელი თბილისის მასშტაბით, მაინც რის თქმა მინდა, რომელიც იცნობენ კონკრეტულად უბანს და გვეცოდინება როგორც კი სხვაობა, მაგალითად გაყალბების ერთ-ერთი მაჩვენებელი არის, მაშინ შენც წერდი და მახსოვს. ამორფულად ამოვარდნილი შედეგები გახსოვს თბილისის სხვადასხვა უბანში და საქართველოს სხვადასხვა უბანში. ზოგადი შედეგი იყო რაღაცა სტაბილურად მიუყვებოდა პლუს მინუს 1-2% და სადღაც იყო 10-15%-ით მეტი. იქ იყო გაყალბების და კარუსელის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. პირველ რიგში ამ საარჩევნო უბნებს აიღებ და 1000-1500 კაციანი უბნის ანალიტიკას ისე მარტივად გააკეთებ, ასე მუშაობთ პარტიები. მაგალითად პარტიები მუშაობთ ისე საარჩევნო უბანს უჯდებით ესე, გავდივართ საერთო ამომრჩევლთა სიას, მათ შორის ვეძებთ მხარდამჭერებს და ზუსტად ასევე გავივლით იმას, ვინ შევიდა უკანონოდ, ვინც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე ჩაწერილი და ეს გეუბნები შეცდომა დაუშვით ხალხო. ამას ხო ვაღიარებ, სამწუხაროდ სხვა პარტიები არ აღიარებენ ამ შეცდომას. მე საუბრობ იმ პრობლემაზე, რა პრობლემამაც მე ქუჩაში მატარა თვეების განმავლობაში მანდატებიც დავთმეთ, ამისთვის საბიუჯეტო დაფინანსებაც დავთმეთ, უფასო სარეკლამო ყველაფერი დავთმეთ. ეგრე არ არის? აი რა არის მაგალითად უტრირება ამაში? და ახლაც ბრძოლის ველზე ვარ, სადაც ხო საზოგადოება გახლეჩილია, იქეთ გული. ეხლა რა მოდი ავიღოთ მაგალითად გაყალბების მიცებულება. მაგალითად არსებობდა სოფელი, შეიძლება სოფლებიც არის, მაგრამ ერთი სოფელი ზუსტად მახსოვს, სადაც მე მგონი დმანისისკენ, რომელიც უბრალოდ არ არსებობს და ამ სოფლიდან ჩაყრილი ხმები შემოვიდა ოქმად საარჩევნო კომისიაში და ეს ჩაითვალეს. ხო და აი რა მაგის საპასუხოდ ქუჩაში დგას უკვე ერთი წელია ხალხი. ეხლა აი იგივე რაღაცა რო გაგიკეთონ. ვის უნდა შეშჩივრო? გეტყვი ვის უნდა შეშჩივრო? ან ვის უნდა ანახო? ეხო ისედაც იცის. მუნიციპალური გაბრაზებულმა, ბოდი შეგეტყვი, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მეტნაკლებად ყველას აუხსენით. ნუ ეს რო ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია გაქვს დასამუშავებელი, ამას ხელოვნური ინტელექტის გარეშე როგორ მოახერხებთ, ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია მართლა რომ აი სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ხელოვნური ინტელექტს, თუმცა მამაზეც მუშაობდით. პრობლემა არის რომ ბიომეტრიული მონაცემები არ გვაქვს, თუმცა მართლა ყველაფერი ბიომეტრიული იდენტიფიკატორი რაღაც ტიპი უნდა იყოს, რომელიც თავი პრობლემა ისა რომ ამერობაში არ აყალბებს საწავედი არ აყალბებს. რატო არ აყალბებს? იმიტომ რომ არ ეშინია. პრობლემა ისე რომ ინაკი ახლა რასაც ვისმენ გიორგი. ბოლოს მოვისმეთ ამას. მე გავედი არჩევნებზე ჩემი ჯიგრული 25% დავდეოს მე 1-25% თქვენ მოგეტრათ ხო უგებდით ამ კანონზესო. ესე არ მინდა დამთავრდეს არჩევნები. მე საერთოდ გეტყვი იცი რა მინდა. მე ისე ხოცებზე იჩხუბო მოგვიწევს აქეთ ხელის გამოშვერა, იმიტომ რომ არ გააყალბებენ. ხო და იქნებ შეხედე მარტივად გეუბნები. თუ და მამუკა ხაზარაძე საქმე რა თქმა უნდა, ბოდიში ინგა გრიგოლიასთან ეთერში რომ მარტო შესვლა სისულელეო ამ ვორდინგით აქ რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა რა ხან გახარიასთან მარტო აღარ არის? არა რა თქმა უნდა. ნახევარი ოპოზიცია აქეთ, ნახევარი იქეთ. მაშინ ხელიც აღარ უნდა გაეშვირო. ხო, შეხედე ის თქმა მინდა თუ ჩვენ დახვდებით რომ თბილისი არის ოპოზიციური. დახვდებით ხო ამაზე? თან კვეთრად ოპოზიციური. პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებში. დიდი უპირატესობით. არა თბილისი არის ოპოზიციური, ოღონდ მოდი ნუ ჩვენ ხო მაინც კოცები არ ვართ, არ ვიმანიპულიროთ. ნახე, 1,192,000 არის ბოლო აღწერით თბილისის მოსახლეობა. აქედან არჩევნებზე რო დავამრგვალოთ და კიდე 22,000 დავამატოთ, ბოლოს რეფერენდუმად გამოცხადებულ ადგილობრივ თვითმმართველობაზე თბილისში მოვიდა 500,000 ამომრჩეველი საარჩევნო. როგორ გადანაწილდა ეს ხმები? 320,000 ავიღეთ ჩვენ ოპოზიციამ, 100 საპარლამენტოზე არ გეუბნები. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებს. არასწორი შედარებაა, იმიტომ რომ მე მესმის რომ თვითმმართველობა შეადაროს, მაგრამ მას შემდეგ 3 წელი გავიდა გიორგი. იმ ამ 3 წელიწადში იმდენი რამ შეიცვალა. ბოლო შედეგები გადანაწილდა 320,000 ავიღეთ ჩვენ და ქოცმა თორნიკემ აიღო 260. როგორ? 260. 60,000 მაგ განსხვავება. 60,000. მას შემდეგ 28 ნოემბერი მოხდა. ქართული ოცნების წევრებმა გადაახურეს თავზე ბევრი განქოცდა, რასაც ვეძახით. პარალელურად თავისიანები დაიჭირეს. 15% პირველ ერთ კვირაში ჩავატარეთ კვლევა და პირველ ერთ კვირაში 15% ჩამოაყრა თბილისიდან. უზარმაზარი რიცხვია ხარდაჭერის. აი ეს ხმებიც სამოსაღებია. კოცები, ნახე კოცების რეიტინგის კლების ტენდენცია რო შევაფასოთ, რაღაცა ან ერთი და იგივე კვლევას უნდა დავეყრდნოთ, ან რაღაცა ეგრე, იმიტომ რომ სხვადასხვა კვლევების დაყრდნობა არასწორ წარმოდგენა შეგვიქმნის. აი შიდა კვლევები თქვენ რაც გქონდათ. საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნების წინ კოცების რეიტინგი ეხლა მაგალითად Edison Research-ს ვაკვირდებოდი 32 იყო თუ არ ვსწრებ. ეხლა რამდენი არის?
ეხლა ედისონის მონაცემი არ გვაქვს. თქვენთან რამდენი იყო არჩევნების წინ და ეხლა რამდენი არის ქართული ოცნების რეიტინგი? სად ეკითხებ თბილისში თუ ზოგადად? სამწუხაროდ გიპასუხებ, რომ ცოტათი ნაკლებია, ბევრით არ არის ნაკლები და ამას ერთი პასუხი აქვს, ტეღანო ამბობდი და ვერ დავასრულე. თვითმმართველობის ამ დალოცვილ არჩევნებს, ამიტომ აქვს განსხვავებული სპეციფიკა, რომ თუ თბილისში უგებ ამხელა უპირატესობით, მაინც უნდა მაპასუხებო რა, თუ თბილისში უგებ ამხელა უპირატესობით, შემდეგ სამწუხაროდ და ამას იტყვა რომ ქსენოფობიურად და რაღაცა არ ვამბობ, რომ მარგინალიზებისთვის. მარნეული აზერბაიჯანული მოქალაქეები, სომხურენოვანი მოქალაქეები უკან ხევენ გამარჯვების პროცესში. მუნიციპალურ არჩევნებს გაქვს შესაძლებლობა რომ თბილისია რა და აქ იგებ, რუსთავია, აქ იგებ, თბილისში ხომ მოვიგეთ, თბილისში მოვიგეთ და წარმოიდგინე მას შემდეგ იმ გაყალბების შემდეგ იგივე რეპრესიული, უარესი რეპრესიული, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო ოპოზიციური გახდა, კიდევ უფრო გაბრაზებულია და ამ დროს თორნიკე მეუბნება რომ შენ წააგებ, იმიტომ რომ მე სახლში დავრჩები, გაყალბებაც არ დაჭირდება და გაყალბება უარ დაჭირდება, კიდე შენ დაგაბრალებ. მე რო გეუბნები რომ გამომყევი აქეთ და მოდი ან შეცდომა დავიშვებინოთ და გავაყალბებინოთ ისე რომ დედა ვუტიროთ შემდეგ ან მოვიგოთ და შეგეუბნები რომ არა მე სახლში დავრჩები და მე გეუბნები რომ დედის ტირება ჯერ და მე არჩევნები, მაგრამ ხო ოკეი. ეხლა რა ლოგიკა თუ სწორად გავიგეთ, ლოგიკა თუ კალაძის რეიტინგი არის რაღაცა, რამდენია თბილისი, მარტო თბილისი რო ცოტა ნაკლები რას ნიშნავს 30? არა, კალაძის 28 და 28 29. ოღონდ ეს იმის ბრალია გიორგი რის თქმამი და რა თქმა უნდა მოქალაქეების დიდი ნაწილი კიდე გაბრაზებული, მაგრამ ეს თითქმის საჯარო მოხელებია, თითქმის საჯარო მოხელებია და მეორე ნაწილი არის ის რაც ადმინისტრაციული რესურსია 30% და სადაც თითქმის 90% დაიწერეს. ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თბილისი და კონცენტრაცია. ყველაზე მოგებადი ქალაქი იყო ანუ ახლაც არის. ლოგიკა, ერთი წამი ლოგიკა ხე გამოვითარებინეთ. ირაკლი 60% იმაზე დაყრდნობით ვიმშელო. თბილისში კალაძეს ამ წუთას თქვენი მონაცემებით აქვს იმდენი რეიტინგი, რომ პირველი ტური ვერ უნდა მოიგოს გაყალბების გარეშე. გამორიცხულია. ხო, ანუ ესენი კამერებს ხო დააყენებენ? ანუ პირველ ტურში კალაძემ თუ მოიგო არჩევნები გამოდის რომ გააყალბა. და ესენი ისეთ დაცვას გვთავაზობენ, რომ კალაძემ არჩევნები თუ გააყალბა, ესენი დადებენ მტკიცებულებებს. აი ეს გარანტიას გვაძლევს. ერთად გავდებით მეთქი მარტივია ის კამერა აი ხო და ერთი ვერ დაგიდევთ კი გეუბნები ამას მარტივი მოცულობა დაუშვა დადეთ ეგ ანუ შენ აღარ უნდა გაიშვირო ხელი ოპოზიციაზე პირველ ტურში თუ წააგე შენ არ უნდა თქვა თქვენ რატო არ შემომყევით იმიტომ რომ ისედაც ვერ უნდა მოეგო კალაძეს პირველ ტური შენ ამბობ რომ შენ ყველა დანარჩენები ბოიკოტში რჩებით და ბოიკოტში რჩებით და ხო ბოიკოტში რო დარჩენ ვის ბოიკოტში რჩება მაინც ხო ვერ უნდა მოიგოს კალაძემ პირველ ტურში წესი აბა ისთვის შედიხარ ისინი ბოიკოტში არიან გავიგე მაგრამ მაგიტო გელაპარაკები შენც და ყველას რომ გადახედეთ თქვენს მიდგომას თუ მეუბნები რომ გააყალბებს მე გეუბნები რომ დავაზღვიოთ დავაშვებინოთ შეცდომა ან არ გავაყალბებინოთ ან თუ გააყალბებს მტკიცებულებები მოვიყოთ რომ საპასუხო მუშტი დაუბრუნოთ ალეკო ყავს გუნდში მუშტის მოქნება შეგვიძლია ბოიკოტი რომ დარჩეს ბოიკოტში ისინი და რო არ გაყალბდეს კალაძე შეიძლება მაინც მოიგოს ბოდიში თავიდან მითხარი ბოიკოტი რომ არ შემოვიდნენ თქვა არ დაგიჭირეს ხარი დარჩენ აი ხარ რეალობაც არის აი ეს რეალობა რო იყოს უცვლელად პირველ ტურში კალაძეს გაყალბების გარეშე მოგება შეუძლია თითქმის არა უბრალოდ გააჩერე მე ხო არ ვიცი ახლა უახლოესი 20 დღის განმავლობაში ბოიკოტის განწყობა როგორ შეიძლება მაგალითისთვის ვამბობ 20% მოქალაქეების დღეს კიდევ ფიქრობს რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებში წასვლა არ წასვლასთან დაკავშირებით 20% ფიქრობს თბილისში ეს უფრო დიდი შანსია მოგემატოს და მაგრამ მოგვაკლდეს კი მაგრამ მე ხო არ ვიცი ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოდი აი სხვა რაღაცით მინდა ერთი წამი თავს თორნიკე იცი რის არის რომ ისიც აღარ თქვის კამერები კი დავაყენეთ მაგრამ ნუ იმანაც მოდი ესეთი რაღაც დავწავოთ ირაკლი ნახე უშველაზე არა შენზეა დამოკიდებული თქვენზეა ხალხო დამოკიდებული ამის ახსნა მინდა რა თქვენ წვეთთ რომ ერთი ამარჩევნებს მოვიგებთ თუ წავაგებთ და მეორე თქვენ წვეთთ ტოტალური მობილიზების პირობებში მოუწევს თუ არა გაყალბება თუ გაყალბება მოუწევს მე გეუბნები რომ მოახერხე იმ რესურსების მოძიება თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე ვდგავ კამერას რომელსაც მაღალი გარჩევადობა აქვს უწყვეტი კვების წყარო აქვს და შემიძლია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება მათ შორის პარალელურად მუშაობ იმ ბაზის გაკეთებაზე ვინ ემუქრება ვინ აბულინგებს ვინ აშანტაჟებს
კონკრეტულ პრობლემას გეუბნები. იმ კამერებიდან რამდენი ვერ იმუშავებს სხვადასხვა აუხსნელი მიზეზების გამო. არა, მოდი დაუჯეროთ, მაგაში არა, მოდი მე ვიქნები ახლა ცოტა ირაკლის ადვოკატის, მაგრამ ახლა ისეთ რაღაცებს აი მოდი რეალური რიცხვებზე. აი თქვა ვზივართ ახლა და გვინდა რომ არჩევნები მოვიგოთ რა, მან მოდივართ ერთის მხრივ ისიც მინდა რომ რაღაც მომენტში რასაც თორნიკე ამბობდა რომ ამ პროცესებს როგორი სცენარითაც არ უნდა დამთავრდეს 4 ოქტომბერი, ხო? ერთმანეთის გარეშე ვერ მოვიგებთ. ვერც იქით ხო შანსი არ აქვს და მე აქეთ ბოიკოტს ესე კი ეძახით, მაგრამ ბოიკოტი ჩემს არ არის მოქმედება, ბოიკოტი სხვა რამის გულისხმობდა, მაგაზეც შემდეგ კითხვას დაგისვა. ბოიკოტი და მოქმედება გაიყო უკვე 4 ოქტომბერი, ხაბეს 4 ოქტომბერი, კუპრას 4 ოქტომბერი და შუაში გაიყო მარტო ბოიკოტი დარჩა გაუგება, რომელიც 4 ოქტომბერსაც უწყობს. ირაკლი მოდი ესე არა, სიმბოლურად პოზიცია. ნახე, აქ ხო რეალურად ან პოლიტიკოსები მესმის ვიღაცები რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ ამ ლაპარაკს მე პოლიტიკური წონა და უნდა მოყვებოდეს, რა ქვია, ამ მომჩევლის მხარდაჭერა და ეხლა ამცას ჩემთვისაც თვალშისაცემია ჩემს ირგვლივ, მესმის რომ ჩემს ირგვლივ ისეთი ხალხი არის უმეტესწილად, ვინც ბრძოლის სიმაზე არის, ასე ვთქვათ, წალღაზე რა. სხვა რაღაცა მინდა გითხრა რომ ის რასაც ამბობს აი ეს ხალხი რომ გაიყო 4 ბოიკოტის ამბავი შუაზე გაიყო, ხო? იქ რეალურად შეიძლება პოლიტიკოსები რაღაც კონკრეტულ ფსონებს აკეთებენ კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებაზე ან პოლიტიკურ ნაბიჯზე ან პასუხისგებლობის აღებაზე ან რაღაც ეგეთზე, მაგრამ ის რაც უნდათ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მოქალაქეებს, ხო? ის სხვა რაღაცა არის, იქ ორი ვარიანტია, ან მოდიან არჩევნებზე და კიდე ამ გზით იმედი აქვს რომ ამის შეცვლიან, ან მეორე ვარიანტია გამოდიან და ქუჩაში დგებიან. აქ დიდი დაყოფა მე არ მგონია რომ საერთოდ იყოს რა. ის ხალხი ვინც ქუჩაში გამოსვლას არ აპირებს, რავი, არაადეკვატური იქნება, თუ სახში დარჩება და შენთან არ მოვა და ხმას არ ჩაგიგდებს. ჩემი აზრით რა. სხვა რაღაცა მინდა კითხო, ნახე, აი დავუშვათ, აი იდეალური სცენარი მომხდარიყო და 4-ვე პარტია ერთად, 4-ვე სუბიექტი ერთად გაერთიანებულიყავი და დაგეყენებინათ, ისა რა ქვია, კანდიდატი. ან ეხა იმათ თქვა რომ კუპრაძე იყოს კაი ჩვენიცო. თუნდაც არა, მივიდეთ მაგაზე რა. მამამ გადაგვიხადოთ ცოტა ფული და კაი. 320,000 ხმა აქვს აღებული თბილისში ოპოზიციას ჯამში, თავისი ბარიერ გადაულახავი ხმებითაც, ხო? ბაქშორს კი. ხო, ანუ ეს 320,000 ცოტა თითიდან გამოწვეული არის. მე როგორც დავთვალე 24,000 ხმა რომელმაც ბარიერი გადაალახა, 24,000 ხმაში იყო სხვაობა ქოცებს და თქვენ შორის. საახლოებით ეს ეგრე იყო. დანარჩენი ხმები იყო დაკარგული, რომელიც პროპორციულად გადანაწილებული იყო. ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ამ 320-ში აღარ შედის, აღარ არსებობდა ხალხის ზალა და ასე შემდეგ. ესენი გაქრნენ რა, იმიტომ შეიწოვა ქართულმოცემ ისე უჭირდა, რომ შეიწოვა. მაინც ოპოზიციური ხმებია რა. აი, ოკეი, წავიდეთ 300 მაქსიმუმით. რა 320,000 კაცი მოვიდა ოპოზიციის ყულავაში ჩააგდო და საერთო კანდიდატზეც ამ 320-დან არაფერი არ დაიკარგებოდა და ბარიერი არ იქნებოდა. აი ახლა 1,282,000 რო გამოვაკოთ 320,000, უხეშად ავიღოთ სადღაც 900,000 ხმა, 900,000 პასიური მთლიანად არა, ამ 900,000-დან იყო 260 ქოცების, ხო? 262 რომელიც მოიყვანეს, ეს უხეშად ავიღოთ, რომელიც მოიყვანეს თუ ჩაყარეს თუ როგორც ქნეს, ასე იქნეს 640,000 პირადი ნომერი, რეალურად რჩება ქოცების ხელში. რომლიდანაც ზუსტად იციან რამდენი არის ემიგრანტი და სხვაობა თქვენ შორის. ნახე 300 არის, შენ იძახი რომ 60,000 კაცი თბილისიდან ემიგრაციაში არ არის? მეტია. შესაბამისად, ჩვეულებრივად შეუძლია აიღოს ქოცმა ეს პირადი ნომრები და ეს ჩაგიყაროს. შენ კი მეუბნები რომ ვიდეოებით ამას დავიჭერო, მაგრამ ეგეთი რაღაცები ეხლა დავიჭირეთ, მაგრამ სასამართლო ამაზე პირბადით რო შევიდეს ტიპი. არა, პირბადეს თავიდან ანები, არა, მე მივყვები იმაზე, აი იდეალურად იდენტიფიცირებული ყავს ტიპები, ანუ ფაქტია რომ ეს ფაქტები ეხაც იდენტიფიცირებულია საპროტესტო ელექტორატში. უნდა ვაღიარო. პირბადით კაროსელზე და ვინმე არის თქვა ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელსაც არ ჯერა რომ ეს რაღაცები დატრიალდა და ხო ანუ ყველას ჯერა, ოღონდ ამ დაჯერებას ხო მეტი მტკიცებულება ჭირდება და ის ვიდეო კამერა რომელიც დალოცვენ მართლა რო წარმოვიდგენია რომ ამას ერთი კადრი რო ქონდა. ჩვენ რატომ ვთხოვთ ისეთი გარჩევადობის კამერები ვერ გეყერება თვალის ის დააფიქსიროს. არა, მაგას დაანერგეთ ამ დაუშვათ. ეს არის აქცია რომელიც თქვენ ახლა მოიგონეთ იმისთვის რომ რაღაცით ხელს მაგაშიც შემდეგ თვალის გუჯი აგერ აი იმ ბიჭმა მოიფიქრა რაღაცა ბრეინსტორმინგზე მოდი კამერები შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ მამუკა გადაიხსნა შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ აი უფრო პრაგმატულად მივიდგეთ საკითხს რა დაუშვათ თქვენ დადეთ ამ ვიდეო გაანალიზეთ ეს რაღაცა 500 დღე რომ უნდა იჯდეთ და ვიდეოებს უყუროთ და ამას თუ გაყავთ რავი 20 კაცზე 20 კაცზე კი არა რა 300-ზე გავყო 400-ზე გავყო 300 კაცზე თბილისში მარტივად ვამბობ რა 25 სამაჟორიტარო ოლქი ამ 25 სამაჟორიტარო ოლქში დაახლოებით თითოში მუშაობს 300-400 ადამიანი მარტო შედარებას რომ აი მაგალითად მე გიორგი ავდექი დავიარე დაახლოებით 20 საარჩევნო უბანი და 20-ვეში ჩაგიყარე თითო პირადობის მოწმობა იქ რაღაც ჟურნალისტია გელარა ყობა ვიღაცის
აი ეხა შენ ამ უბნებიდან ჩანაწერი რო გაქვს 12 საათიანი დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე უნდა დასვა იქ ტიპი და ამას უნდა აყურებინო. დაუშვათ მე დავჯექი ეს ტიპი ვარ უყურე ანუ დუბლირება არ მომხდარა, სულ სხვადასხვა ტიპები მოდიან. არ მოხდება დუბლირება. ერთ და იმავე საარჩევნო უბანზე არ მოხდება. ეხა მე ეს ვიღაც ტიპები. ანუ რა უნდა ხარ რომ უნდა ამოვყარო რაღაც სია გავაძრო და მეორე ტიპი როზის კიდე ეგეთივე 12 საათს რო უყურებს ამ სიას უნდა დავადარო. და ის მეერთა სადმივა რომელ უბანზე არც იცის სხვაგან. სად უნდა ეს საარჩევნო უბანს არ უნდა დაადარო. აბა? მარტივად. აბა როგორ იჭერ რომ ერთმა ტიპმა ჩაგიყარა 20 პირადი ნომერი. საარჩევნო უბანზე სამაგიდო სია ერთგვარი სამაგიდო პარტიული სია რაც არსებობს და რაზეც ჩვენ წვდომა გვაქვს პარტიებს ექსკლუზიურად გვაქვს წვდომა. შენ შეგიძლია მარტივად მოკვლევის პირობებში ფოტო სურათი დაადარო იქ მიმსვლელ პირს. ეს მის მაგრამ პროცესები გეტყვიან რომ ეს მონტაჟი დამონტაჟებული ის არის ვიდეო ამოჭრესო ჩვენი არ გეტყვია მე ხოცი რომ გეტყვია ყველაფერს მეტყვია მაგრამ მე ხო მტკიცებულება უნდა მოვიწყო მტკიცებულების მოყოლ რა შვებით რომ შეელობთ ამ თემაზე ეგ მაგვერსიამ გაიჟღე რა პირბადით რომ მოვიდეს რა შვებით არც ერთი კამერა არ გექნებათ ისეთი რომელიც თვალის გუგის ეს ცნობს რა ბიჭო ეგრე ახლოდა ვინ გადაგაღებინე არა კამერას ვერ ატარებ, კამერა კონკრეტულ ლოკაციაზე დეს. უნდა იდგეს, გამოყოფილი ადგილია, ამიტომაც ვერ შემიშლიან ხელს დავდგა ეს კამერა. კანონმდებლობის შეცვლასაც ვეღარ ასწრებენ ვერანაირად. ამიტომ ამბობ პირველად ვამბობ თქვენს ეთერში ამას და ამ კამერას ხო მეჩხუბება ის ჯორბი, იმიტომ რომ მე ბრიფინგით უნდა მეთქვა ეს ამბავი, მაგრამ დამონტაჟებაზე იმედია დაგაგვიანდებათ ცოტა. პირბადე რო ეკეთოთ რას შვებით? პირბადის მოხსნა რაღაც ეტაპზე მაინც უწევს იდენტიფიცირებას. შენ კამერასთან არა უწევს სივრცეში და ის სივრცე გადაღებული იქნება მეორე გადაიღებ კი მნიშვნელოვანია სახეზე არ გადაგაღებინებენ სივრცეში თქვენ კამერასთან ეკეთება პირბადე აღარ ჩაატაროთ ის ბრიფინგი კამერების თემა დაივიწყეთ ფული დაზოგეთ მარტივი მოცემულობაა რომ მე შემეძლება ამით ერთი მოვიპოვო მტკიცებულებები გაყალბების მეორე პრევენცია გავაკეთო და იმ კონკრეტულ კოდს ტიტუშკებს რომლებიც დადიოდნენ რაღაცა კარუსელზე ხო შენ უძრავ კამერასთან გაივლია უნდა აუცილებლად მოუწევთ გავლა აუცილებლად იმიტომ რომ ისე ეყენდება ეს კამერა რომ შეუძლებელი და ეგრეთ წოდებულ სტენკები რო გაგიკეთონ შეიძლება რამდენ ხანი უნდა გააკეთოს სტენკა და ამ სტენკის პარალელურად მე კომისიის წევრიც ვყავს წარმომადგენელიც ვყავს და დამკვირვებელიც ვყავს თითო უბანზე კოდები არიან ხდები ყველაფერი გათვლილი გავიგე ისინი კოდები თუ არიან მე მართლა საბრძოლო განწყობილ ვარ მათთან მიმართებაში მეზიზღება ყველა ის ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს აკანონებს ჩვენ გარშემო ვინც არიან თანამებრძოლები ამ რთულ ბრძოლაში ამ პრინციპით არის შემოსულები და დამეთანხმე ან არ დამეთანხმე გაზოგვას არავინ არ ან დამეთანხმე ან არ დამეთანხმე აი ხა წეგარო დავთვალეთ ჩვენ რაღაცა 680,000 цаრიელი პირადი ნომერი რომელიც შეუძლიათ რომ პროცესმა გამოიყენონ მოდი ჯერ დავანებოთ თავი აქ ვინც არის ხალხი ემიგრაციაში 60,000-ზე მეტი არის ამ 680,000 რომელიც აქ უბრალოდ არ არიან და ვერ მიიღებენ ანუ იმათ ანუ პრაქტიკულად და რეალურად ანუ ხელშესახები ჩანს ახლა ჩვენ ჩანს თუ არა შენთვის რომ ამ 60,000 ხმის ჩაყრა შეუძლია თუ პრობლემა და აი მე მივდივარ თან რა სცენარით იცი რომ აი მაქსიმუმი რაც დადო ოპოზიციამ 300 კამერების იმედია 300 არა დავანებოთ მე კამერებით რაც დავიჭერთ არა ის რომ ჩაგიყარონ და ამოგიღონ იმე საღამოს შედეგი რო ამოვიდეს უკვე დათვლიან ბიულეტენებს მე რა იქნება ეგ სხვა ამბავი მაგრამ ბიულეტენებს დაგითვლიან და გეუბნება რომ კახა კალაძემ პირველ ტურში მოიგო შესაძლებელია ხო ეს ხო შეუძლიათ აი ხა ნახე ოღონდ ერთ რამეს ვერ დაგო პრობლემების გარეშე არა იქნე შეიძლება ეს შესამჩნევი გახდეს პრობლემა ჩემთვის მაგათ მე რა შეიძლება პრობლემა შედეგი მაგრამ პირები დაგჭირდება არ დამჭირდება პირები ხო AI თუ პროგრამულად აკეთებთ ვერ ვაკეთებ ხელით უნდა გაკეთდეს ხო ხელით ანუ წეგან რაღაცას გეკითხებოდა ანუ ადამიანი ერთ კამერას და ბებოს რომ გამოყვეს ესე რა შეიძლება ვერც ააჩქაროს ანუ სათითაოდ ყველა ადამიანს უნდა ანუ დაასტოპოს ბებო რომ შემოგიყვანოს ესე ეს ადამიანი სხვაგან სად იყო თან არ იცის სხვაგან სხვა უბანს არ ადარებ მეთქი მაგიტომ აბა რა სად არის ადარე იმუბანს და სიას რომელიც შენ გაიგე შენ რო სიაგა კი კამერაზე ჩავლი კადრი დაგისტოპებია ვიღაცა თქმა უნდა მე იქ როგორ სახე გეხოცე ხუდი რო ცოტა ჩამოიფხატოს უკვე ვეღარ არჩევ თორნიკე მაგაშია საქმე შეხე დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით შესაბამისი კონფიგურაციის კამერას რომელსაც ზუმიც ჰქონდა მაღალი გარჩევადობის და ასე შემდეგ ეს შესაძლებლობა მე მაქვს ამიტომ აუ მოდი გეხოცე რო დამთავრდება არჩევნები აი აქ ვიჭირს რა ერთი კამერა ხა გვაქვს ნასესხები და ერთი ორი ცალი მოგვეცით 1000-დან всё აი რა მოცემული ეგეთი მაგარი კამერები თუ გაქვს ტიპი შეუძლია რომ დაგემალოს აი მაგალითად გაუხარდა მაგალითად აი მე და თორნიკე შემოვალთ ხა რომელიც უფრო მაღალი ვართ ისე შემოვალთ თორნიკესთან და ხელკავით ორი ტიპი შემოვდივართ უბანზე იმ კამერას ისე მოვეფარები რომ მე ხა გელავარ კობა თუ თამაზი შენ იმ კამერით ვეღარ დამიჭერ. სამაგიდო სია, პრობლემს ბოლომდე მოხდა. სამაგიდო სიაში, ნახე სამაგიდო სიაში შენ საყოვნელი ყავს რაღაცა ყობა, თამაზი და გოჩა სიტყვაზე.
და უცებ ვიღაც ტიპი მოდის მაგალითად რაღაცა იმასთან ერთად ჯემალის ეფარება და იქ აგდებს რომ არის გელა ოღონდ შენ ის დასაჭერი გაქვს გელა იყო თუ არა თუ კობა იყო მოსული ხო და თუ ტიპი მოეფარება აი მოეფარა ერთი მეორე შენმა კამერამ დაინახა ტიპი შემოვიდა საბოლოოდ იქ მივდივართ რომ კამერებს არიდებენ თავს თუ არა ამას ჯერ რომ არიდებენ აგერ 2-3 მაგალითი უთხარით უკვე როგორ არიდებენ გადავიდეთ შემდეგზე ნახე თუ ეცდებიან ამას ამისთვის არიან იქ ჩემი კომისიის წევრებიც რომელმაც უნდა იბრძოლოს და დაიცვას იქ ამ კამერის სამუშაო პროცესი მყავს წარმომადგენლიც და მყავს დამკვირვებლები ჩემი ეუთო ოდირის გარეშეც და ვაპირებ ბრძოლას გაჩვენებთ რომ ბრძოლის ყველა შესაძლებლობას, ყველა ენერგიას, ყველა ძალისხმევას 8 საათზე რუსთავეზე ის ქართული ვიდეო რომ ბიჭება ყველაფერი დავდეთ. არა, ეს რაღაცა მინდა. მე უფრო მინდა რომ რეალურად რაღაც მომენტში ირაკლიზე ბევრი ხალხი არის გაბრაზებული და მე ეხა გაბრაზებული ვარ, მე უბრალოდ მე იმას ვაცნობიერებ და მინდა რომ სხვემაც ეს გააცნო. მე არ ვარ გაბრაზებული, გული მწყდება. არა, გულ დაწყვეტას და ხო ანუ ჩხუბის ხო უნდა გეჩხუბოთ მეთქი და ეხა რომ ჩხუბო რაზე ხო შესულები არიან შიგნით და მე უფრო იმაზე ვლაპარაკობ რომ ესეთი რაღაცა შემდეგი ძგველის და ეს რაღაცა შეცდომები, დირკები რაც არის ეს თან ერთი რაც არის რომ საერთოდ არაფერი არ მოგითხოვიათ ქართული ოცნებისთვის პირობას კი არ დაგიტენებიათ რომ რაღაცა რეგისტრატორებთან მაინც მიგვიშვით ან პირადობა მაინც იმიტომ რომ ის პირობა რომ არ შეესრულებინათ მე ვერ შევიდოდე არჩევნებში და უნდათ შესულა არა ერთი სულ ცოტა გაყალბების თვალსაზრისით ნახე თანმიმდევრული არგუმენტაცია გექნებოდა უფრო თანმიმდევრული არგუმენტაცია ეხლა მაგათ კალანდარიშვილი გამოვა და იტყვის რომ ტექნიკურათო აი როგორც ეუთო ოდირის დასკვნაში რომ манипуლირებენ რომ არჩევნები იყო კონკურენტული ჩატარდა მშვიდ გარემოში და კი მშვიდ გარემოში ატარებენ იმიტომ რომ ისეთ რაღაც მოიგონეს რომ ვაფშე ჭიდაობა არ ჭირდება არის საერთოდ რა და ეხლა აი მაგალითად შენ რო ქონოდა მოთხოვნილი რომ მიმიშვი მე შენ რეგისტრებასთან ვერიფიკაციის აპარატთან ეს ტიპები შემამოწმებინე ამაზე თუ ვარს თან პირდაპირ შეგიცვალა კანონში ეგ პირდაპირ დაგვანახა ყველას აი ხაც ამ წუთასაც ნახე ამ წუთას რატო არ მოყვება ხალხი არჩევნებს და მეც მათ შორის რატო არ მჯერა ნახე მერე რა იქნება და რა მტკიცებულებებს დაუდებ ეს კოცებს საერთოდ არ აინტერესებს იმედის მაყურებელს მოუყვებიან ზღაპრებს ეტყვიან რომ კუპრაძემ დადო დამონტაჟებული ვიდეოები აქვს იქ და რაღაცა გატყუებენ და რა ვიცი და ეგრე აჯერებენ იმ 30%-ს დააჯერებენ დანარჩენი ადამიანები აქეთ ვინც არიან იმათმა დაინახეს რომ მაგალითად იმას ვერიფიკაციის აპარატები უფრო დამალეს იქ ადგილებზე ქოცის მეტი არავინ არის რომ გაიმარტივეს ანუ ის გზა სადაც უბრალოდ შეუძლია აი ეს ავტომატით წერონ ხმები და ჩაყარონ რამდენიც უნდა ის გაიправეს ამაზე შენ რომ მოთხოვნა დაგეყენებინა და ამა თუ არის ეთქვა ცუცოტა თანმიმდევრული არგუმენტაცია ბევრად უფრო სიღრმიდან გექნებოდა ამათან თუ იმას აწვევი მაგალითად რომ არჩევნების მერე დაუდებ მე ამათ გაყალბების რა ქვია მტკიცებულებებს ხო თუნდაც ეგ ვიდეოები რო გექნებოდა და აი ეგ მოთხოვნილი გექნა ხე ერთმანეთს გადაებმებოდა ძალიან ბევრი პირდაპირ და ირიბი მტკიცებულება რომ ადამიანებისთვის გეჩვენებინა ეგ ოღონ ეს ხო ხალხმა ისედაც იცის ეს ნახეს ოპოზიცია ამ მომენტისთვის და 26 ოქტომბერსაც ვერ თავაზობდა ადამიანებს ისეთ რაღაცას რის გამოც აი ამ საკითხზე გაბრაზდნენ ადამიანებს მოქალაქეებს მოტაცეს არჩევნები რატო არ გაბრაზდნენ ანუ არ ვიცი იმიტომ რომ ვერ დავდეთ საკმარისი მტკიცებულებები ეგ იყო მაგის მიზეზი ჩვენ რომ დაგვედო საკმარისი შეხე როგორ გონი ოპოზიციამ ამორჩებულებები ვინდა პირველი მტკიცებულებები ვინდა დაიჯერა რომ აი მოდი რა 880 თბილისში იყო 320,000 მოდი თბილისი ავიღოთ რეგიონებიდან ჩამოვიდა 320,000 ამომრჩეველი რომ ჩაუგდო ოპოზიციას ხმა. პირველი მტკიცებულებები დადო გახსოვს. არ ვიცი რა გეკითხები ლელომ. არა. აბა, გახარი. ჩვენ ნოდარ მელაძემ დადო ხალხო. კი, ბენო გეგეჭვით. თან ჩვენ უნდა ვთქვა და მაგიტომ ვამბობ რომ თუ შეცდომებს სწორად არ დააღეთ ხო და ეგ. ხო, ეგ არის პრობლემა, მაგრამ მე ხავ მუშაობ ამის გამოსწორებას და შენ მეუბნები რომ არის რომ არ გამოასწორო ისე ვიმავე არასწორ გზას, ანუ სწორ გზაზე, ანუ გახარ ეს სწორ ხაზოვნად მიდიხარ, შეცდომები დაუშვით, მე ვამბობ რომ შეცდომები რო დაუშვით, ეხლა უნდა შევცვალოთ სტრატეგია და ჩვენ ვამბობ რომ შეცდომების გამო არ წაგვიგია. აბა როჭებიან ისინი და იმითო წავაგე. გავიგე, მაგრამ არ უნდა მისცეს უფლება, უნდა დაარტყა. შენი კამერებით. როგორ? ჩემი კამერები. მართლა ჩემი კამერები და იმ ხალხით ვიც უკან არ დავიხევთ. რა ვქნა მე რა შემიძლია რა გავაკეთო. მე მაგალითად თუ ჩემი რაღაცა ეს შაჰიდობა უშველის, რა ვიქნები შაჰიდი. კომენტარები დამიწერე და ამას ბევრი ხალხი ეს ფიქრობს ზოგი ღალატს მოღალატეებს გეძახით და ზოგის მე უბრალოდ მინდა ესე უნდა წავიკითხო მაყურებლის კითხვები ეს ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ენა შენი კითხვა დაასრულე თორე ძალიან არც ვამარტი არა რესურსებზე მინდა და ყველა ბრძოლისველთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეგეც რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია ძალიან ჩავერთეთ იმებში რიცხვებში და ოკეი ეს ჩემი ინტერესი იყო და მნიშვნელოვანია რიცხვები
მნიშვნელოვანია რიცხვები, ადეკვატობას აძლევს პროცესს. ერთი რომ მნიშვნელოვანია რიცხვები, მეორე მნიშვნელოვანია დავაიდენტიფიციროთ სად არის ის ორმო, საიდანაც ესენი ხმებს იღებენ და მე თავზე გვახევენ არჩევნებს. მესამე ამისთვის რა შეიძლება ეხლა ამ არჩევნებზე რომ არაფერი არ მოხდება, გასაგებია. თუ ჩვენ იმ სცენარით წავალ და შეიძლება ის სცენარი მოხდეს, თუ მოხდა ამ ქვეყანაში ის სცენარი, რომ ამ არჩევნებს ისევ რაღაცნაირად ამ სისტემით ჩავატარებთ, თუ ჩაგვიტარებენ, თუ არ ვიცი, ხო, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ 100%-იანი დარწმუნებული არც ერთ სცენარში არ ვართ. ხო, შეიძლება 4-ში გამოვიდეს ხალხი გარეთ და დაშალოს აგურაგურს, სულ ეს რა ქვია, საჯარო ერთი კითხვა ეგეთი არის, რომ რომოიგოსო და მერი რო გახდესო და იქით რევოლუცია რო მოხდეს გასაპირე. რომოიგოს და მერი რო გახდეს, ნალაპარაკები გვაქვს და ძალიან არ გვინა ახლა საჯაროდ მაგაზე. მაგიტომ არ გამოვა ეგ, მაგრამ ნუ აი ძალიან კარგი იქნება, ხო და მაგაზე მე კიდე ცალკე გადაცემაში მოვიწვევ რა. შენ როგორ მოხტაფლა ერთი რა? ასეთი პოლიტიკაში. არ მოუთაფლი ვარ, არა, ნუ რაღა აზრი აქვს, ხა რა მართლა აზრი არ აქვს, ხა ეს ყველა შეცდომა დავაფიქსირებ. არაფერი არ ეშველება. ამას აღარაფერი აღარ ეშველება. ამ ამბავს აქ ხა მე უბრალოდ ის მინდა რომ მე ვაცნობიერებ რომ ანუ ერთმანეთის გარეშე ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ რა და როგორც კი რაღაცა ადამიანებს ხელს ვკრავთ ამ ბრძოლიდან მე მისო ყველა ნაწყენია მე სხვა რაღაცა მინდა და რაზე ვარ მე პირადად და რატო სხვები არ ვიცი რატო გეძახიან მოღალატეებს მე ესეთ რაღაცას გეტყოდი რომ ბრძოლა მიატოვეთ ჩემთვის მაგალითად ის ბრძოლა რომელიც მგონია სწორი გზა ეს ბრძოლა მიატოვეთ და რას გულისხმობ ამაში ჩემთვის მაგალითად წეგა რომ გეკითხებოდი რომ აი რეგიონებში რო გეყოლება 5-5 და 10 დეპუტატი და ფორუმს მაინც შენ მეუბნება რომ ბრიფინგზე დადგება ამდენი კაცი და იქ რაღაც არ ვიცი მე მართლა ვერ ხვდები ვერც ვერ ამიხსნა ეგ რა ძალაუფლებას გაძლევთ ვიღაცის დასაცავად მაგრამ ნახე რაღაცა რესურსები და ფული დაიხარჯა ამ არჩევნებზე იხარჯება მიმდინარე კამპანიას ატარებს რომ წამოდით მომიცით ხმები არჩევნებში რომელიც ჩემი აზრით წაგებულია და რაღაცებზე მეგონი შევთანხმდით კიდევაც უბრალოდ თქვენ იძახით რომ თუ წავაგეთ და თუ გაგვიყალბეს ამას მტკიცებულებებს დავდებთო ოღონ იმედია რომ არ წავაგეთ მართლა მაგას ბოლოს ვიტყვი მოდი პრაგმატულად მივუძღეთ რა ანუ მე რო ვიყო ეხლა მაგალითად რაღაცის დამფინანსებელი და შენ რო მეუნები როგორც პოლიტიკოსი რომ მე ამ არჩევნებს მაგალითად მე რო ვიყო ეს ფულიანი ტიპი რო ვიყო და ეხლა მე და შენ რო ვიჯდეთ იგივე ლაპარაკში რო ვიყოთ და მე გეუნები რომ შენ მე რო ფულს გადავიხდი მე შენ მეუნები რომ მტკიცებულებებს დავდებ რომ გააყალბეს და ეგ ხო ჩემთვის მაგალითად არაფერს არ ნიშნავს. ამ პოლიტიკურ ძალას სხვისი დაფინანსება არ ჭირდება. არა, რა მნიშვნელობა გვისი ფული იხარჯება, ეს ფული იხარჯება. ფულის ხარჯვა, პრიორიტეტი რა იქნება და შენთვის. ნახე, პრიორიტეტი ერთის ხრივ შენ შეგეძლო კამპანია, რატო თვლი და ანუ ქუჩის კამპანიას უფრო დააფინანსებდი თუ არჩევნების კამპანიას. ქუჩის კამპანია ერთი ადამიანებს აგვეხსნა რომ ანუ უყურე ამ ფულით კამპანიური სახე მიგვეცა სხვა რაღაცისთვის და არა არჩევნებში ანუ არა იმის შეთავაზებისთვის რომ ეხლა მე მოვალ და სამ დეპუტატს იმათმაც ხო იციან იმ ადამიანებმა რომ შენ თუ ვერ მოიგე ან საკრებულო ან მერის პოზიცია თუ არ წაიღე შენ არანაირი ბერკეტი იქ ადგილობრივ თვითმმართველობაში ფულის ხარჯვის ან რაღაცა სიკეთეების მოტანის ადამიანებზე არ გაქვს ამიტომ ამ ფულის ხარჯვა ჩემთვის მაგალითად ნახე ეხლა ამ დროს დრო არ გრჩებათ სულ ცოტა იმისთვის არ რჩებათ სულ ცოტა დრო რომ რუსთაველის გამზირზე მდგომი ადამიანებთან და იმ ადამიანებთან რომელიც თქვენ ესე ვთქვათ გაკრიტიკებთ სუბუქად ვთქვათ იმათაც რაღაცა ხო დიპლომატია აწარმოოთ უკვე იმისთვის რომ 4 ოქტომბერს იქ რომ მოხვალთ შეიძლება არ ჩაგიხუტონ მაგრამ სულ ცოტა აი რაღაცა თქვენი ადგილი გქონდეთ იქ ანუ ამისთვისაც კი ამ დიპლომატიისთვისაც არ რჩებათ დრო და კაი, მოდი მე და შენ მივცეთ. ჩემთვის მაგალითად ლელოს გახარება რაღაცა მაქვს ლაპარაკი პირდაპირ ლაპარაკობენ რომ ანუ უბრალოდ აი ესე მიუყვებით ფასადურად რაღაცა და მე შენ ამაზე იმიტომ გელაპარაკები რომ სხვანაირი გზა გამოვლილი აქამდე და იმიტომ ვთვლი რომ ამდენი ფულის ხარჯვა იმაში წაგებულ ბრძოლაში ჩემთვის ერთ მნიშვნელოვნად წაგებული არის რა როცა ვხედა შეიძლება შენ ამის მტკიცებულებები დადო მაგრამ იურიდიულად დე ფაქტო ხო გაგიფორმებს მტკიცებულებებამდე იქნება ეგ შანსი დაუშვათ რომ მაგალითად თორნიკემ ბოიკოტისტმა ბრაზიანმა თავისი არგუმენტებით აქვს შეცვალოს პოზიცია, თქვათ, დაშვებას ვაკეთებ, არ გამიბრაზდე. ანუ შეცვალო პოზიცია, თქვა რომ მოდი აქაც ვაჩვენოთ ჩვენი რაოდენობრივი უპირატესობა, დილით წახვიდი არჩევნებზე, მხარი დაუჭირო პროდუქტს იაგო ხვიჩია შემოხაზო, რომელიც გჭირდება იმისთვის რომ კახი კალაძე მეორე ტური ან მინიმუმ მეორე ტური დადოს ან დაამარცხო გჭირდება იაგო ხვიჩიას მიეცი ხმა და მე რავი 10-ის ნახევარზე წადი კი მაგრამ ამ 680 რატო ხედავ ამაში მოდი მე მინდა მივცე იქნებ დაახლოებით მე მინდა მივცე აი სულ მართლა იმიტომ გამვიხილე იმ სცენარზე იმიტომ წამოყვები რომ აი წამოყევი და ის სცენარი იმიტომ დავუშვი რომ აი ყველა ერთად საერთო კანდიდატზე რომ შეთანხმებულიყო ყველა ერთად შეთანხმებულმა თავის გირჩიან ყველაფრიანად რა ვიცი თუ კი ოდნავ კოცი ნაკლებ კოცი და ოპოზიციო ვინც კი ერთად იყო 320,000 ხმა მოაგროვა აქ თბილისში ფაქტია რომ გადავხედოთ წინ არჩევნების შედეგებს ამაზე მეტს ამაზე პოლიტიკოსები ჯერჯერობით ისტორიულად ამ ქალაქის მოსახლეობას ვერაფერს ისიც ვერ ელაპარაკებიან რომ ამაზე მეტი ამორჩეველი მოიყვანონ რეფერენდუმი უწოდეს რავი ყველაფერი ეგ არის რა შესაბამისად ეს 680,000 ცარიელი პირადი ნომერი გვჩება ხელში რომლითაც
ისევ კამერებთან წავალთ ახლა. გასაგები. მე მინდა მივცე ირაკლის ერთი პირობა. ალბათ თვითონაც თუ მომწევ და შეგიძლია შენ შემომიერთო. მე მივეცი რომ მეორე ტურში ვაძლევ ხმას. მე ირაკლის მივცე პირობას რომ პირველ ტურშიც მივცე ხმას და აქციაზე რომ მოვა მე დაუდგები გვერდზე რომ არავინ რაღაცა ეს არ გაკეთოს. ოღონდ ერთი პირობა. თვითონაც თუ დადებს პირობას რომ თუ წააგეს არჩევნები არ გამოიშვერს ხელს იმ ხარისკენ რომელიც ხარისაც დგას ბოიკოტი პოლიტიკოსები რიგითი ადამიანები და ასე შემდეგ. მე საერთოდ ერთ რაღაცას გეტყვი. კარგი, ეს გადაცემის ერთი წამლა აფუჭებ. კი. არ გამოიშვერ? მარტივად გეტყვი. მე მოვდივარ არჩევნებში პირველივე ტურში. მე გვერდზე გიდგები აქციაზე, შენს დაუდგები? კი. აქციაზე რომ არავინ რაღაცა შეურაცხყოფელი რაღაცა არ იყოს, ოღონდ შენ კაი, სხვების იმას გახარიასზე არ სახელითაც შეგვიძლია ეს ხო, პარტი გახარიასზე სახით არ მოგთხოვ იმას. არა, გახარიასზე ახლა მე არა, თქვენ და შენი პარტია არ დაიწყებთ არანაირ კონფლიქტების გაშვერას, ბოიკოტის ფლანგი დავარქვათ. გავიგე. მოდი. მიდიხარ პირველ ტურზე და ხმას მაძლევ. კი. პირველი ვარ 4 ოქტომბერს არჩევნებს მიდიხარ და შემდეგ რუსთავად. მე რუსთავად. მე ესეთი დივერსიული, მე ერთი დივერსიული ვერსია. მე ესეთი დივერსიული ვერსია. გადაიფიქრა გზაში. პირველი ტური და მეორე ტური. 4 ოქტომბერს მიდიხარ ამ შეთანხმებით და ხმას მაძლევ. ოღონდ არ უნდა გამოიშვიროს ხელი თუ წააგებს და მე მგონია რომ წააგებს ლელომ, ხო? გახარიას არ ვეხები. მე ვარ ამ შემთხვევაში მე ვარ მთავარი კანდიდატი და ჩემზე ჩვენი ორი ხმა იქით-აქით არაფერს შეცვლის, მაგრამ სამაგერად პროცესში სერიოზული პირობაა ამ ხელა რანგის პოლიტიკოსისგან. მაგრამ ეხლა უყურე რა ხდება. მე საერთოდ ესეთი დივერსიის იდეა მაქვს რა. ეხლა ბოდიში რა ამ საკითხზე ვიტყვი. ძალიან მიხარია რომ ამ შეთანხმებაზე წამომიყვანეთ და პლუს ორი ხმა დავემატა, მაგრამ მართლა გულწრფელად ვამბობ, ამ დროის განმავლობაში საშინელი ლანძღვა მივიღე. აი, მართლა საშინელი ლანძღვა მივიღე. გინება ვიღაც ობიექტურად თulis, ვიღაც არაობიექტურად თulis ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთზე არ მიპასუხია. არც ერთზე არ მიპასუხია. არ არის მარტივი და ერთადერთი მიზეზით არ ვპასუხობ ამას. მართლა დარწმუნებული ვარ, რასაც შენამბობდი, გიო, რომ ივანიშვილის დამარცხებისთვის ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად ერთობა. არჩევნებზე იქნება ერთმანეთში დათანხმება თუ რუსთაველის გამზირზე იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი ორივე შემთხვევაში ერთობა საჭიროა და ამ ერთობას რომ არ შეუქმნა მე თუნდაც დამატებითი რაღაცა წინაღობა ვითმენ ვამბობ რომ ხო დრომ შეაფასოს ეს ამბავი თუმცა მარტივი არ არის რომ გეძახონ მოღალატე გარიგებო და ამ დროს ვიღაცა მეც მეჩხუბებ ხა სადარჩევნებზე ვიდეო აი ამ ვიდეოს გერ მე ჩვენს გვერდზე განვლილი გზად და მომავალი ხდება ირაკლი იმითი რომ აი ხა მაგალითად ესე გაიყო პოზიციები ხო სუ აი ამ 9 თვის მანძილზე თუ 10 თვის მანძილზე რასაც კოცების პროპაგანდა იძახდა რომ აი დაქსაქსული ოპოზიცია ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ვერ გაერკვიან რა უნდათ და რაღაცა ამ პოზიციების გაყოფამ. მოდი დავანებოთ თავი, ვინ მართალია, ვინ მწვანეა, უკვე მთელი გადაცემა მაგაზე ვლაპარაკობთ. მოიცეთ, ჩვენ რატო გვეჩხუბებენ? კარგად ახსნათ რა, რას ვამბობთ. ჩვენ იმიტომ კი არ დავდეთ ეს პირობა, რომ გჯერა, რომ იმარჩევით რამე შეძლო. ჩვენ პირობა ავიღეთ, რომ კონფლიქტი ავიღოთ, ხო, აი მაგის გარდაუვალი წაგების შემდეგ, რაც ჩვენ გჯერა, რომ არ დაიწყოს ხელების შვერა ოპოზიციის შიგნით. ეს მინდა. კარგი იქნება სხვა კოალიციების შეფების თუ ყოლებიან. რატო დგები? არა, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ვერ გაიგოს. და შენ ერთი-ორჯერ რომ დაგიცავი და დაცვა მარტო იმაში გამოიხატა რომ მოღალატე არ არის თქვენ თქვი ინაღამ არ ვარ მოღალატე დრონ დაამტკიცო შეგამბავი აი ძალიან დიდი გაზი იყო ეხლა პირადად ჩემ ემოციას გეტყვი როცა ციხეში ვიყავი და აი რომ შენს ლაპარაკობდი და სხვების ახლა რო გიყურებდით ანუ არა გულწრფელი და ჩემთვის ეგ არ იყო გულწრფელი და ბევრი ტყუილები ისმოდა და ეხლა ყველა იმას ახლა ამ იმაში ვერ გავარჩევთ ყველა ნათქვამზე რომ არსებობდა მოლაპარაკებები მე შემიძლია ვთქვა რა იყო მაგალითად ჩვენი მოდელი აი კუპრას 4 ოქტომბრის მოდელი სალომე ზურაბიშვილის როლი რა იყო როგორ დათანხმდა მათ შორის კანდიდატობას ამაზე არ გვილაპარაკია აი საერთოდ ვერ განვიხილე ვის კანდიდატურა ირაკლი აქ ჩემთვის ახლა იმ მათ შორის ბოიკოტზე კომპრომისი რო რეგიონებში არ გავსულიყავით არჩევნებზე იმდენი რაღაცა ფენო გეგეჭკორი რავი რაც ნოდარმელაძემ პირველი შემთხვევით თქვი დადო ის რაც დადო ნოდარმელაძემ იქიდან რომ ამოვდივარ და რიცხვებს რო უყურებ ნებისმიერი ფორმატი და კომბინაცია ამ საარჩევნო წესებით უბრალოდ აი შინაარს ვერ ხედავ სადაც ამ მომენტში აპირებთ მოგებას ამ მომენტში გეგმავთ ხო იმ შემთხვევაში შესაძლებელია მოგება თუ საზოგადოება არ შეაპირისპირებს ერთმანეთს ამ ბრძოლის ველს 4 ოქტომბერს როგორც საარჩევნო ბრძოლას 4 ოქტომბერს როგორც საპროტესტო ბრძოლას ჩემი მიზანი როცა გამოვიტანე ეს მესიჯი და ვთქვი გულწრფელად ვამბობ რა ყველაფერს რომ
დილით არჩევნებზე საღამოს რუსთაველზე. მე ხო ამით ყველაფერს პროცესზე პასუხისმგებლობას ვიღებ. და ამ დროს არ ვიცი საერთოდ სად რა ხდება, როგორ ხდება. ესეც ხო პასუხი პოლიტიკოსი ვარ და ძიმე პასუხისმგებლობა, მაგრამ რატო შემოვიტანე? იმიტომ რომ ან და ან კი არა. ესეც და ესეც. რატომ? იმიტომ რომ ისევ ერთობის ხაზებს ვეძებ რა. აი აღარ დავიწყებ ახლა ლეგიტიმაციაზე იცი მაგაზე არგუმენტი რომ ლეგიტიმაცია არანაირი ამბავი არა, ლეგიტიმაცია გამოაცხადეს მანდატების დათმობით, რაშიც ერთ-ერთი მოწინავე ვიყავი, გავრბოდი და ხრეწრით გადაგზა. ადმინისტრაციის ჩატარებულ არჩევნებზე მიდიხართ და იმ მაგით უსვამ საარჩევნო კომისიაზეა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ლეგიტიმაციაზე აქვს პრობლემა, თორე ხელისუფლება ლეგიტიმური ხარ ვარეუბნებით კი ვიცი. აი იმის გჯერა ირაკლი რომ აი მაგალითად ჩვენ დანარჩენ პარტიებთან ერთად არ ვიცი რომ არ ვიცი რაღაც დაშვების დონეზე რომ აწარმოოთ კამპანია მიიტანთ საქართველოს მოქალაქეებამდე იმ აზრს რომ დაუმორჩილებლობის გარეშე ამ ხელისუფლების ცვლილება არ გამოვა. აი კამპანია რო აწარმოოთ. ახლავე რო აწარმოოთ კამპანია? არა, აი რა ვიცი 3 თვეში, 2 თვეში. აი იმ სცენარით წავიდეთ, რა სცენარით ან მერე ბოიკოტი? არა, მე ესეც შეაბეჭდება მჩება რომ გახარიებს მით უმეტეს და არ ჯერათ 4 ოქტომბერს, ნუ არ არის კონკრეტულად მაგ დღეზე ლაპარაკი, მაგ მონაკვეთში რევოლუციის არ ჯერათ. ხო, მოდი, ხო, ანუ შვიდობიანი დაუმორჩილებლობით ამათი იმის რა ქვია, გაშვების ხელისუფლებიდან ან იძულების რომ რაღაც პირობებზე წამოვიდნენ ჩვენსაზე, ამისი არ ჯერა, არც გახარიას, არც ჯერა და გჯეროდა ყოველთვის და რამდენი რომლის უფრო ჯერა, მაგის თუ არჩევნების? ორივესის სრული მობილიზების პირობებში. ორივეს სრული მობილიზების პირობებში, მაგრამ აი ერთ ფრაზას ვიტყვი რა. წინა დაძაბულ პერიოდებში რამდენჯერმე გქონდა მცდელობა ჩვენ რომ გამოგვეცხადებინა რაღაც საყოველთაო გაფიცვა დავარქვით ერთხელ საყოველთაო დაუმორჩილებლობა დავარქვით და ეგ პრობლემა იყო სერიოზული, როცა ვერ დავძარით ეს პროცესი. მიმართავდით პედაგოგებს, მასწავლებლებს, რის პოტენციური შესაძლებლობა ჰქონდა ზიანის ანაზღაურების, ანუ შეხიდების ნაწილში შევდიოდით, მაგრამ არ ამოიქოქა. თუმცა მიუხედავად ამისა, არასდროს არ გაგვიჩერებია. მე ვიცი, ჩვენი გულშემატკივარი დიდი კომპანიები იმედია ხიფაც არ ჩამოვწვი რა თქმა უნდა, რომელსაც მუშაობა გააჩერეს, უზარმაზარ ზარალებზე წავიდნენ, მაგრამ მხოლოდ ჩვენ დავრჩით ამ ზიანში და სამოქალაქო ერთი ბოდიში გაწყვეტინებ, რომ მე ისევ მივდივარ იქამდე, რომ საერთო მიზანი გვაქვს და ამ მიზანს ვერ მივახცევთ ყველას ერთად მოქმედების გარეშე. მე რაც მაკლია, ეხა შენგან, რაც არ უნდა არ გეთანხმებოდე, ყურადღება მიაქცეთ იმ დიპლომატიას, რომელიც საწარმოები გაქვს იმ ხალხთან, რომელიც შენზე გაბრაზდა. ეხლა მაგიტომ მოვედიო, ხე გასული პასუხი ეგარი. ცდილობ უბრალოდ რა არის, არ მინდა გუშინ წინ სუდი ამბები ხდებოდა ქუჩაში და ლელოს გვერდზე დევს მხოლოდ კამპანიის ვიდეოები, რაც აღრევებს. შენ ეფერებოდი კატას. მესმის. კატას ეფერებოდი. კატას ეფერებოდი, ხო სახში წავს კატა, მაგრამ ქუჩაში არ. უნდა დამეწერა სახში ყავს უყარს კატები მეთქი და მემართლები მე და მართლა ყავს კატა. მაგრამ რეისი თქმა მინდა, იცი გიო, ცდილობ, მაგრამ სივრცეებს ვეძებ, ინდივიდუალურად ვცდილობ და ვხვდები ადამიანებს, ინდივიდუალურად, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიტანო დამატებითი დაძაბულობა, მაგალითად რუსთაველზე ჩემი მოსვლით. ხო, გასაგებია, ეს რაღაც დამატებითი წინაღობა. დისტანციური არხებით ინდივიდუალურად ვცდილობ ადამიანებს აუხსნა ჩემი мотиваცია, ვინც არ მიცნობს წარსული გავახსენო ჩემი და უთხრა რომ მართლა ჩემი წარსული მიუთითებს იმაზე რომ არ ვაპირებ რომ სადღაც გავიყინო, გავჩერდე და მით უმეტეს კიდე ვიღაცას კოცხელი ჩამოვართვა, ხელის ჩამორთმე ვარ აწყვია. მოდი მაყურებლის კითხვებს წავიღავ, ძალიან მოკლედ რომ უპასუხოთ, თუ საშუალება იქნებოდა კიდე არას რეჟიმში, იმიტომ რომ არ მინდა რომ დაგვრჩეს უპასუხოთ რა და ნენერად ძალიან გადავაცილეთ დროს და ესე იგი სოდრე ჯაბიშვილი კითხავს, თმის შესანარჩუნებლად რას იყენებსო, ეს ჩემზე არის გადაობა და შეგვიძლია უპასუხოთ. ჩემი ძმაკაცია ჭაღარა მაქვს და მედია რომ არ გავმეგობრდება. ქოციანობა რომ დამთავრდება, აქვს იმედი თუ არა რომ თავისი გუნდიანად თავადაც არ დამთავრდება. არა ალბათ. რა აცდი ამის მაგერად პასუხი. კაი, იმიტომ რომ ცოტა ისეთ კითხვებზე მივიდე, რაც რიტორიკული არ არის. ჩვენ ჯანდაბას და თამუნა კითხულობს, უგვარს არ ვიტყვი მაინც, ჩვენ ჯანდაბას და რატომ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს მაინც წაიკითხონ ბატონი მამუკას პოსტებზე მათივე ამომრჩევლის იმედგაცრუებელი კომენტარები, ეხლა თუ არ უსმენენ ხალხს, წესით ვის გამოც უნდა იბრძოდნენ, მერე რას იზავენ და ასევე ნახონ რეაქტები, რამდენი ჰაჰა აქვს მათ ვიდეოებში. ჩვენი ამომრჩევლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს მონაწილეობას არჩევნებში, ნაწილი მცირე ნაწილი უნდა ითქვას, რომ იყო წინააღმდეგი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, ჩვენთვის ანა ნაცვლის საბაბუაც, რომელიც ძალიან ღირებული მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ და არიან ჩვენი.
ხო, ეგეც არის კითხვა, რატო ვერ დაარწმუნეს თავისივე პარტიის ლიდერები ანა და საბა მაგალითად. ყველაფერზე ვერ დავარწმუნებთ ერთმანეთს, თუმცა გადაწყვეტილება როცა მივიღეთ, თითქმის სრული უმრავლესობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და 21 კაციან პოლიცსაბჭოში გამოჩნდა 3 განსხვავებული აზრი. ამ გადაწყვეტილებამ როგორ დაგაზიანეთ რეიტინგულად პროცენტებით გაგიზომიათ? ჯამურად მოგიმატა მხარდაჭერა. კაი, ვაი. რაღაც დავკარგეთ, მაგრამ უფრო მეტი შევიცილეთ. თუ გაქვთ შესწავლილი, ეს საკმაოდ გრძელი კითხვა იყო, მე დავამოკლე. თუ გაქვთ შესწავლილი რუსეთის მიერ არაიდენტიფიცირებული ტიპის და რუსეთის მიერ სატელიტების გამოყენების პრაქტიკა ილუზორული საარჩევნო გარემოს შექმნისთვის 2009 წლიდან 2018 წლამდე. შესწავლილი გვაქვს და ყველა ესეთი ოპოზიციური პარტია რუსეთში სადუმიზმის კითხვის ავტორი ხო ხდება? ღიად ან ფარულად გარიგ სატელიტები ვარ. გავიგე, მაპასუხებინე. ყველა ეს პარტია არის და იყო ღიად გარიგებული და მათ შორის ფარულად გარიგებული პუტინთან. მე ვიცი რომ არ ვარ გარიგებული და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ დრო დაამტკიცა. კიდევ უფრო შარიანი კითხოს დაგისვამთ რა. აი დარწმუნებული ხარ რომ შენ როგორც თქვა აი პარტიის ლიდერი ხარ რა თქმა უნდა, მაგრამ შენზე ვითაც არიან ადამიანები, ვინც ამაში ფუძლებენ, ხო? მოდი აი ესე რაღაც ყველანაირ დაშვებაზე წავედით და მაგაზე დავუშვით. არ უშვებ მას უკატყუებენ? არა, არ უშვებ, იმიტომ რომ სანამ ჩემი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის ლიდერები იყვნენ საპატიმროში, ყველა ძირითად პოლიტიკურ მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მე, ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვიღებდი გუნდთან ერთად. დიცურაჩი. აი სატელიტთან დაკავშირებით. აი დიცურაჩი ეგ არის რა, გადაწყვეტილება მათ შორის მე მივიღე, როცა პოლიცსაბჭოსთან ერთად, როცა ჩვენი პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში ისხდნენ და მათი პოზიცია იყო, რომ როგორც გუნდი გადაწყვეტ, მათ ჰქონდათ თავისი პერსონალური პოზიცია, მაგრამ როგორც გუნდი გადაწყვეტ. საპატიმროში იყვნენ ჩვენ გადაწყვეტილება რომ გავახმაურეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სანამ მამუკას და ბადრის დაიჭერდნენ, მანამდეც თვლიდით რომ მონაწილეობა იყოს სწორი, ერთად ჯობდა დასვენეთ, დაიჭირეს, მაშინაც თვლიდით, მერე გამოვაცხადა ერთი კვირის თავზე, გამოუშვეს და ისევ თვლი. მე ძალიან მესიამოვნებოდა რაღაც მომენტში, აი დამენახა, როდესაც შენ არ ეთანხმები ან მამუკას ან ბადრის. უამრავჯერ ყოფილა ასეთ და ძალიან ბევრჯერ კრიტიკულად გვიკამათია. არა, საჯარო რო ყოფილიყო ეს. რომ აი მაგ მე არ ვეთანხმები. პროცედურულ დემოკრატიას მივყვები და პარტიას მივყვები, მაგრამ მე რომ ამ გადაწყვეტილებაში არ ვეთანხმებოდე, ალბათ სხვაგან იქნება. სხვა ზოგადად დამარცხების შემთხვევაში რას აპირებს პარტია საკრებულოში? იმუშავებს როგორც ოპოზიცია, თუ ბოიკოტს გამოაცხადებენ და დატოვებენ საკრებულოს. დამოკიდებულია რა ტიპის პროცენტს მიიღებთ, რა ტიპის გაყალბება იქნება, რა ტიპის ძალადობა იქნება, როგორ წავა საპროტესტო მუხტი დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ. კაი, ეს თუ სასწაული მოხდა და მართლა გახდა თბილისის მერი, როგორ აპირებს იმ დაპირების შესრულებას 100 მილიონი თბილისის სკოლებსო რო დაპირდა ხაზარაძის ფულით თუ მერის ბიუჯეტიდანო? მერის ბიუჯეტიდან. კაი, მაგდენიც არა აქ იმას ეთქვა. რატომ მოხსნა თქვენმა მერობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ფოთში კანდიდატურა რეგისტრაციიდან 2 დღეში? რაღაც სამართლებრივი მხარვეზი იყო, რის გამოც ჩვენი კანდიდატი არ არის, გახარიას გუნდის კანდიდატია, მათ რეგიონალურ მდივანს და მოუწია კანდიდატურის მოხსნა. გასაგებია. მოკეთ, მეგონი ყველა მნიშვნელოვანი შეკითხვა დავსვით. ეს ისეთი თემა, ახლა ჩვენ დილამდე ვისწრებთ, ვერ ამოვწურავთ და ეჭვი მაქვს, რომ არც ირაკლი გადმოვა ჩვენ აზრზე და არც ჩვენ მის აზრზე, რაღაცა კომპრომისული მოუძებნეთ, მე ესე მგონია. ალბათ ირაკლი აქ რომ მოდიოდა, მაგასაც ვერ წარმოიდგენდა, რომ თუნდაც ამ რანგის კომპრომისულ რაღაცას მოუძებნედით. ჩვენ შევთანხმდით რომ მე პლუს 2 ხმით მივდივარ. ხო, პლუს ძალიან სერიოზული პირია ჩვენ იაფად გამო მე და თორნიკე იაფად გამოუძვერით ახლა რა. ანუ ორ ხმას ვაძლევთ არჩევნებზე და ასე ოპოზიციაში 4 ოქტომბრის საღამოს იმ პირობით რომ ოპოზიციაში განხეთქილობაში განხეთქილებას არ შემოიტანს. არ გაიშვებს ხელებს თუ მან წააგეს არჩევნები რომლებიც წესით არ უნდა წააგონ. იმიტომ რომ თორნიკე და გიორგი და მსგავსი ადამიანები უნდა წყვეტდნენ ამ შესაძლებლობის და შანსის გამოყენებას უნდა ღებულობდნენ როგორც შესაძლებლობას და ჩემთვის ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. გავუშვათ, ეხლა პიარი ელოდება სადღაც არის წასვლელი, კატას უნდა მოეფეროს, რაღაცა უნდა ქნას, არ ვიცი. კაი, დიდი მადლობა, მე ძალიან მიყვარს ცხოველები, ძალიან ვაფასებ ამ თვისებას ადამიანებში რომ უყვარს ცხოველები. კიდე ერთი პლუსი შენ იმ მინუსების გასაწონასწორებლად, რაც ბოლო თვეებში გამოჩნდა. კატა და კატის მოფერება თუ მიშველის. კარგი. ეგ თუ მიშველის. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მაყურებლებო, იმედია საინტერესო ეთერი გამოგვივიდა, გამოიწერეთ ჩვენი საკომუნიკაციო არხები და გვიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.